გამარჯობა, ეს არის ცოდნის მოყვარე პოდკასტი. დღეს 4 შაბათია, დაგიბრუნდით ძალიან საინტერესო სტუმრით და ძალიან საინტერესო თემით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ვარჯიშზე, როგორც ჯანმრთელობის შემავალ კომპონენტზე და ამ კუთხით განვიხილავთ ვარჯიშს და ალბათ ცოტა კვებასაც შევეხებით. დღეს ჩემი სტუმარია მშვენიერი ნინო ჩერქეზიშვილი, იგივე ჩერი, ალბათ ბევრისთვის ცნობილი. ბრიტანეთში კვალიფიცირებული ფიტნეს პერსონალური მწვრთნელი და ნუტრიციონისტი. არ შემეშალა. ბევრი შესავლის გარეშე მინდა რომ დავიწყოთ ვარჯიშზე საუბარი როგორც ჯანმრთელობის შემავალ კომპონენტზე, როგორც ავხსენი. ბევრისთვის ვარჯიში არის ხოლმე ეგრე რომ სხეულის ფორმებში მოყვანასთან ასოცირდება რა, ძირითადად ქალებისთვის, კაცებისთვისაც ვერ ვიტყოდი განსხვავებას. მაგრამ ხანდახან გვავიწყდება ის, რომ რეალურად ჯანმრთელობას ვეხებით, როდესაც შეგარით ბონუსი რასაც როდესაც ვიღებთ. კი ბატონო, მოდი დავიწყოთ აი სულ თავიდან ავხსნათ ძვალკუნთოვანი სისტემა. მე მგონია რომ საერთოდ როდესაც ეს აგებულების დონეზე გესმის როგორც აი თქვათ ეხა ვაკეთებ ხო ეპიზოდებს ფსიქოლოგიაზე ვსაუბრობთ ნეირონებზე, ტვინზე, ჰორმონებზე, იმაზე. ესე როცა გესმის რაღაც მგონია რომ უფრო აზრიანად აკეთებ. უკან რა ხდება მე? როცა იცი რატომ მაშინ მარტივი არის მიდონება. ზუსტად. ხო და აი მგონია რომ თუ სხეულის რაღაც აგებულებებს და ნაწილებს კარგად ვიცნობ, შესაბამისად ვუდგები მე მისი გამოჯანმრთელების ან ჯანმრთელად ყოფნის შენარჩუნებაში ხელს ვუწყობ ესე ვთქვათ რა. ამიტომ ვისაუბროთ პირველ რიგში აგებულებაზე, ძვალზე და კუნთზე და მაინტერესებს აქვე მეორე კითხვასაც მივაბავ, ქალის და კაცის შემთხვევაში თუ არის ეს ყველაფერი განსხვავებული. პირველ რიგში მოგესალმები განსა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ძალიან საინტერესო არის ჩემთვის ზოგადად ესეთ პოდკასტები, იმიტომ რომ ყველგან როგორც წესი დროში ვარ შეზღუდული და ეხლა თუ კარგად გავშლით, ძალიან გამეხარდება მithmetes შენი მსვენელებისთვის. რა შეიძლება ძვალი და კუნთი, ეს არის ზოგადად მე მგონი ძალიან ბევრი ახსნა არ ჭირდება, რომ ეს არის ჩვენი უმნიშვნელოვანესი ქსოვილი, რომლის გარეშეც ფიზიკურად ვერ გადავადგილდებით და ფიზიკურად ვერ ვიზავთ ვერაფერს. თვალსაც კი ვერ დავახამხამებთ კუნთის გარეშე. ყველაფერს აქვს კუნთი და ძალიან მნიშვნელოვანი არის ზოგადად კუნთოვანი მასის ჯანმრთელად და სწორ თანაბარდობაში შენარჩუნება ისევ როგორც ცხიმთან და ასე შემდეგ. შესაბამისად ეს განსაკუთრებით კუნთი და ძვალი აი ერთმანეთთან არის იმდენად სინთეზში ერთი ერთმანეთს აძლიერებს ასე ვთქვათ. ამას ალბათ მე შევეხებით რომ რამდენად მნიშვნელოვანია მე ძვლის სიმჭიდროვის შენარჩუნება, იმიტომ რომ 30 წლის შემდეგ ძვალი უბრალოდ 30 წლამდე ვახცევთ ძვლის density როგორ არის აი მჭიდრო დასახლებული პუნქტი სავით რო არის აი სიმჭიდროვის მოდი ასე ვთქვათ. ძვლის სიმჭიდროვეს ვახცევთ 30 წლამდე, ეს არის ჩვენი პიკი და მერე ნელ-ნელა იწყებს პირიქით უკან წასვლას. გალევას, ხო, მაგრამ ეს ჩვენზე არის რა თქმა უნდა დამოკიდებული როგორ შევინარჩუნებთ ამ ყველაფერს. ეს იმას არ ნიშნავს რომ 40-50 წლის ადამიანს ძვალი გალეული აქვს. მეც აგერ 45 ქვემოთ ვარ, კიდე 43 ვარ, მაგრამ ანუ ეს ამას ნამდვილად არ ნიშნავს. უბრალოდ პიკი არის ჩვენი 30 წლისას. და მე რა თქმა უნდა ეს არის უკვე ჩვენზე დამოკიდებული რამდენად კარგად შევინარჩუნებთ. ანუ მე დამეწყო 31-ის. არა, იცი რა, აი ეს არ მიყვარს ხოლმე, ეს არის ძალიან ზოგადი ფორმულა, აი არ მიყვარს რომ თქვა რომ აი დაგეწყო და ვაიმე დარდმა დააკრა. უბრალოდ არის გასათვალისწინებელი რომ ჩვენ სხეულს უკვე სხვანაირად უნდა შევხვდეთ. ჩვენ იქ 30 წლამდე რაღაცა იქ პარტი რაღაცა გათენებები, აი რაღაც ყველაფრის უფლებას ვაძლევდით ჩვენ თავს. 30-დან უკვე იწყება სხეულის უკეთგაცნობა, იმიტომ რომ სიმპტომიზაცია უფრო მეტი აქვს, უფრო მეტ ფილინგებს გრძნობებს, ხო, შეგრძნებებს გაძლევს. რა არის მე როგორ ხდება შენ სხეულში და შესაბამისად უფრო კარგად როცა იცნობ, მე ალბათ უფრო კარგადაც უვლი. წესი და კანონი. თავარი რომ არ დავაიგნოროთ ეს შეგრძნებები. რა შეიძლება განსხვავებას ქალსა და კაცს შორის? იმდენად ძვალსახსროვანი ან კუნთოვანი სისტემა ერთმანეთისგან არ განსხვავდება, რამდენადაც ჰორმონალურად განსხვავდებით ჩვენ და შესაბამისად ეს ჰორმონები ახდენს გავლენას კუნთოვან მასაზეც და ძვლოვან სისტემაზეც.
მაგალითად მამაკაცებს აქვთ ესეთი ჯადოსნურ ჰორმონს ვეძახი მე ტესტოსტერონი და მართლა ჯადოსნურია, იმიტომ რომ თუ კი რაიმე გვჭირდება განსაკუთრებით ჩვენ ეხლა სამწუხაროდ ამ ბოლო დროს ვიზუალურად ვიკერებით და აი ეს ვიზუალი ყველაფერი დამოკიდებულია ტესტოსტერონზე. ანუ ის კუნთი ზრდა, ცხიმის წვა, რაღაცა მასაჟი და ყველაფერში ეხმარება ტესტოსტერონი და გვეხმარება ტესტოსტერონი. მამაკაცებს ეს აქვს ბუნებრივად მაღალი და ჭარბი. შესაბამისად, მამაკაცის კუნთოვანი მასა ყოველთვის მეტი იქნება ვიდრე ქალის. თუმცა აქ არის პატარა განსხვავება, ვთქვათ, კუნთებიც რაღაც ტიპებად იყოფიან და მამაკაცებს დავუშვათ უფრო მეტად განვითარებული აქვთ მეორე ტიპის კუნთებს ვეძახით ჩვენ ფიტნეს სფეროში, რომელიც არის უფრო აი რო გვიხსნა ეს ნიშნავს. აი უფრო სიძლიერეზე დამოკიდებული რაღაცა ძალისმიერ შესრულებაზე, ასე ვთქვათ, პასუხისმგებელი კუნთოვანი ბოჭკოები. რაც შეეხება ქალების შემთხვევაში, განვითარებული გვაქვს უფრო მეტად პირველი ტიპის კუნთები, რომელიც პასუხისმგებელი არის გამძლეობაზე. ევოლუციურად პრინციპში რომ აიღო, ხო, ის ჩვენი ტკივილის ტოლერანტობა, ის ჩვენი რაღაცა ევოლუციური ის რომ ჩვენ ბავშვი უნდა გავაჩინო და ჩვენ აი ტკივილს ყოველთვიურ მენსტრუაციულ ციკლს და ეს არევებს უნდა გავძლოთ. პრინციპში ძალიან ლოგიკური არის, რომ ჩვენ გამძლეობის ამბავში უფრო ძლიერები ვართ. ტრეინინგიც რო ავიღოთ, ვარჯიშიც რო ავიღოთ, ხო? ორი ერთნაირად მოვარჯიშე ქალი და მამაკაცი, გამძლეობაში ქალი უფრო მეტი არის, აი მაგალითად უხეში შედარება რო გავაკეთო, სეტებს შორის, აი მისვლებს შორის დასვენება ქალს უფრო ნაკლები ჭირდება. ნავარჩებ ადამიანზე მაგალითად საერთოდ პირველ ზის დაუწევ. მივადა იქ ჯიმის გიჟ მამაკაცს დაეტაკება, მაგაზე არ საუბრობ რა თქმა უნდა. მაგრამ ერთნაირად აი ვარჯიში განვითარებულ ქალს და კაცს შორის გოგონებს გვაქვს უფრო მეტი გამძლეობა, აი სეტებს შორის დასვენება უფრო ნაკლები შეგვიძლია ავიტანოთ, რაოდენობა უფრო მეტი შეგვიძლია გავუძლოთ აწევის რაოდენობებს და მაგალითად პლანკაზე შეგვიძლია უფრო დიდხანს ვიდგეთ ქალებს ვიდრე მამაკაცებს? ოე, კარგი კითხვა არის. კარგი კითხვა არის. სხვა შორის ქალმა მოხსნა რეკორდი პლანკაზე დგომისა. 6 საათი. 6 საათამდე იდგა. ასე რომ შეიძლება ითქვას ეგეთი. ხო. აი უფრო ჰორმონალური, ზოგადად ჩვენ ადამიანებს გვმართავენ ჰორმონები. შესაბამისად, ჰორმონალური დიფერენციაცია არის უფრო ჩვენ თუ თქვით რომ ტესტოსტერონი არის პასუხისმგებელი კუნთოვანი მასის სიმჭიდროვეზე, ძვლოვანი სტრუქტურის სიდიდეზე, ესტროგენი ის რაც ჩვენში ჭარბობს ქალებში, ეს არის უკვე პასუხისმგებელი ცხიმის შენახვაზე. იმიტომ რომ ანუ ჩვენ ხო გვავალია ეს ევოლუციურად ბავშვის გაჩენა შესაბამისად, როდესაც ორსულობა დგება, როდესაც ორსულობისთვის ემზადება სხეული იწყებს ცხიმის დაგროვებას, იმიტომ რომ გადარჩეს სხვადასხვა რაღაცებში ჯანი მოემართება, ცხიმი ყოველთვის ცუდი არ არის, ცხიმი არის ჩვენი ჯანი, ასევე. და შესაბამისად ხო მაინტერესებს ძალიან ცოტა ხანში კითხავ ცხიმზე. ხო, აი მოკლედ ეს ძირითადი განსხვავებები არის. ანუ ჰორმონებში ვართ ესე ვთქვათ, ჰორმონებში არის უფრო სხვაობა, ვიდრე და შესაბამისად აი სიდიდეც მაგიტომ გამომდინარეობს. უბრალოდ ხო სხვადასხვა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ევოლუციურად რაღაც სხვადასხვა როლი გვაქვს, რამდენი ევოლუცია ვახსენე, მაგრამ ნუ ესე არის. რაღაც სხვადასხვა როლი გვაქვს. ხო, ამიტომ შესაბამისად იქ თუნდაც ცხიმის გადანაწილება სხვანაირად ხდება. კი, მაგაზეც ვისაუბროთ. ხო, თუნდაც ცხიმზე ვისაუბროთ, უკვე ეგ ძალიან საინტერესოა. ერთ ფაქტს ვიტყვი და მაგას მივაბა ცხიმი რა, იმიტომ რომ ქალებს ძირითადად ეს რაც ნუ ხე მეც პირად მაგალითად შემიძლია ვისაუბრო, რომ მუცლის პრესი ეს არის რაღაცა აღვიქო ძალიან ლამაზად და ამისთვის ბევრი ვარჯიში შეიძლება გავაკეთო მხოლოდ იმიტომ რომ მუცლის პრესი მინდა რომ გქონდეს ლამაზი არ დაყენდება დარბაზში და ვარჯიში. კი ბატონო, ხო და ასევე ვიცი რამდენად სწორია თუ არა სწორია ეს გამისწორე შენ. ვიცი რომ ქვედა მუცლის რაღაცა ნაწილი ქალსთან გროვდება მეტი ცხიმი, ისიც იმიტომ რომ ბიოლოგიურად რაღაცა მშობია რობის ამბავში ჭირდებაო თუ რაღაცა ესეთი, აბა საერთოდ ცხიმის გადანაწილებაზე ვისაუბროთ. ხო, აი როგორი მივყვეთ ახლა საერთოდ ეს ქვედა მუცელი წამოიღო ჯდომიარე ცხოვრება. და ახლა პრაქტიკულად ახსნათ ყველაფერი, მაგრამ ჯერ შევეხოთ ცხიმის გადანაწილებას. ძირითადად ცხიმის გადანაწილება ქალებში ხდება
ქვემოთ, იმიტომ რომ ბავშვი ნავატაროთ წელს ქვემოთ და ბავშვი ნავატაროთ და ჩვენ გვჭირდება ძლიერი ფეხები და მამაკაცებში ხდება ზემოთ. ძირითადად რა თქმა უნდა არსებობს სხვადასხვა გენეტიკის და სხვადასხვა აგებულების გოგონები, სადაც გვინახავს ჩვენ რომ ცხიმის აგროვება ზემოთ არის. ეს ყველაფერი უკვე გენეტიკაზეა დამოკიდებული, მაგრამ ძირითადად პროცენტულად რო ავიღოთ, ჩვენ უფრო მეტად ქვემოთ ვაგროვებთ. და ზოგადად პროცენტული გადანაწილებითაც ქვედა ტანში გოგონები ვარჯიშის დროს უფრო ძლიერები ვართ, რატომ არის რომ ერთ-ერთი კაცი ვერ იტანს ფეხის დღეს, იმიტომ რომ სასტიკად ტკივათ. იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ფეხების დღეს, აი ნებისმიერ ბიჭი რო დამიდგეს თუნდაც აი ერთნაირად ნავარჩები ადამიანები გოგონებს რო დაუდგნენ ბიჭები, გოგონები ბევრად მეც უძლებენ ფეხის დღეს, ვიდრე ბიჭები. ეს შეიძლება ახლა შემომედავონ ბიჭები რომ პრაქტიკის ამბავი არის, იმიტომ რომ ძირითადად ყურადღებას არ უთმობენ, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ აი ეს ჩვენ მოგვსდევს ბიოლოგიურად, ჩვენ ფეხებში უნდა ვიყოთ ძლიერები, იმიტომ რომ უნდა ატაროს ჩვენმა სხეულმა 2. ეს რაც შეეხება ძირითადად, თუმცა ხდება ხოლმე რა თქმა უნდა სხვადასხვა აგებულება, როგორც ვისაუბრეთ. რაც შეეხება მუცლის არის, ეს არის, ნუ აი არ ვიცი, ახლა აი ბოლოდროინდელი წამოსული ტკივილი. იმიტომ რომ ბოლოდროინდელი ამბავი არის ეს, რომ ძალიან ბევრი ჯდომიარე სამსახურის სედენტარი სამსახური წამოვიდა, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ხო ადრე არ ქონდა ეს სულ საოფისე სამსახურები. ძირითადად იყო ფილდი, გასვლითი სამსახურები, კი. იყო იქ კოლმეურნეობა, სადაც ხო, ნესვა, ბარვა ხელით მუშაობა. ფიზიკური მუშაობა, ხო, არ მგონია რომ მაშინ ყოფილიყო ეს დღის წესრიგში ქონდა მუცელიანზე და მუცელი. იმიტომ რომ ხალხი იყო ფიზიკურად აქტიური. მეცაც გეტყვით მე განვიხილოთ, საერთოდ ვარჯიშს როგორ უყურებს ძალიან ბევრი თანამედროვე საჭირს არის ერთ-ერთი კაცი მესახელებზე გვარებს, რა თქმა უნდა, ვერ მიმახსოვრებ უამრავი ადამიანი ვიცი სახელებზე გვარების გარეშე ჩვენთან ერთად, რომელიც აი ესე ტომებში დადის, აი ძველ აი აფრიკაში, სადაც არის შემორჩენილი ტომები, იქ ინდოეთში და ასე შემდეგ და იქ იკვლევს ზოგადად ადამიანის ყოფა როგორი იყო ადრე, იმიტომ რომ ახლა ნუ ჩვენ თანამედროვე მაშინ არ გვაქვს და საერთოდ იძახის რომ ვარჯიში არის თანამედროვეობის მომყოლი პროდუქტი, იმიტომ რომ ვარჯიში არ იყო საჭირო, იმიტომ რომ ვიყავით ფიზიკურად აქტიურები. მაგრამ ეხლა გახდა ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ ფიზიკურად ძირითადად ვზივართ. ხო, და რა შეეხება მუცლის გადანაწილებას, მუცელში ცხიმის გადანაწილებას, ეს რა თქმა უნდა, ურთულესი დასაწვავია, ასე ვთქვათ, ცხიმი მუცლის გარშემო, იმიტომ რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ ათლეტებივით, ხო? ახლა ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც სპორტით არ არის დაკავებული, დავუშვათ, შეიძლება ვარჯიშობდეს, იქ დღეში 1 საათი დაუთმოს ფიზიკურ აქტივობას, მაგრამ ძირითადი დღის განმავლობაში შეიძლება უწევდეს ჯდომა. ამიტომ, როდესაც ჯდომა გიწევს და ჩვენ რა თქმა უნდა გვაცვია საცვალი იქნება თუ ტანსაცმელი იქნება, იქ სადაც სარტყელი არის გადაჭიმული, შესაბამისად ხდება იმის ქვეშ და იმის ზემოთ ცხიმის დაგროვება, ხო? იმიტომ რომ იმას ხო ჩვენ რაღაც უჭერს და შესაბამისად სისხლის მიმოქცევა იმ ადგილას იმაზე მეტად შეფერხებულია, ვიდრე ქვემოთ დარჩენილი, განსაკუთრებით ახლა ოფისში როზე ერთხელ დავიღლებით ხოლმე და ესე კუდუსუნზე ჩავჯდებით და ჩავიკეცებით და ძგაფ ამოვარდა ეს ქვედაფუძელი და აი ეს ხვირდა დაგვედა. ზუსტად. ხო, აი ამას რა დავუკვირდი. ეს არ ვიცოდი. საინტერესო. და ბოდიში გეტყვით, თანამედროვე შარულები ხე ქალი ყოველ შემთხვევაში ყველა მაღალწელიანი და გვიჭერს ჭიპზე. გვიჭერს და გახსოვს ერთი პერიოდი ჩემს მაშინ თინეიჯერობაში იყო დაბალწელიანი ჯინსები და დაბალწელიანი ჯინსებზე როგორი იყო მე ცოტა ჭარბწონიანი გოგონების ის გადაჭრილი იყო ქვემოთ აი აქ თეძოსთან ასე ვთქვათ ხორცი სხეული და აი ესეთ რაღაცას ქმნიდა ეს დაბალწელიანი მოჭერილი სარტყელი. ანუ ეს ყველაფერი არის სისხლის მიმოქცევაზე დამოკიდებული. თუ სისხლის მიმოქცევა მთლიან სხეულში არის დაბალანსებული და დღის განმავლობაში კარგად გადანაწილებული, არაფერი პრობლემური ზონა ჩვენი არ გვექნება. მაგრამ რაც შეეხება უკვე ტრეინინგს და ვარჯიშს, აქ უკვე მუცელზე, რა თქმა უნდა, მუცლის კუნთებს ჩვენ უნდა შევხედოთ როგორ და აღვიქვათ ისევე როგორც სხვა დანარჩენი კუნთოვანი ჯგუფი და მას სჭირდება ცალსახად ვარჯიში, ეს იქნება კვირაში 2 თუ 3, მაგრამ ეს რომ ყოველდღე ვაკაჩავთ, იმიტომ რომ პრესი გამოგვიჩნდეს, ამას განსაზღვრავს ჩვენი სამზარეულო. ხო, იმიტომ რომ მუცლის გარშემო, ჭიპის გარშემო არის ეს ჩვენი ყველაზე მეტი ადიპოზური ჯირკვალი, ცხიმი ჯირკვალი და როდესაც ჩვენ მივირთმევთ საჭმელს ჩვენში მოვედე ჩვენში გულისხმობთ ქალსაც და კაცსაც? ყველაში კი. ყველაში აბსოლუტურად.
და როდესაც უკვე საჭმელს მივირთმევთ, იქ რა თქმა უნდა ყველაზე ძირითადი ჰორმონი ინსულინი, რაც არის ანუ ტრიგერი საჭმელის დაწყებიდან არ აქვს ეს მნიშვნელობა. ეხლა რა თქმა უნდა, რაც უფრო ნაკლებ ნახშირწყალს მივიღებთ, მით უფრო გაკონტროლებადი არის ინსულინი, მაგრამ ინსულინი ყველა ვარიანტში ხდება გამოყოფა, როდესაც მივიღებთ. კი, როდესაც საჭმელს მივიღებთ. აი ინსულინი არის პასუხისმგებელი, რომ აი ეს სისხლში ავარდნილი შაქარი, ასე ვთქვათ, შეცოცხოს ამ ადიპოზურ ჯირკვლებს. ინსულინის გამოსვლა და ადიპოზური ჯირკვლების პირის დიდი დაღება ერთი არის, იმიტომ რომ როგორც წესი მე აი ეს ზედმეტი შაქარი, ასე ვთქვათ, ეხ ძალიან ტექნიკურად არ მინდა ვისაუბრო, მაგრამ ძალიან საინტერესო. ანუ შებერილობა რეალურად რა მაგ ჯირკვლების გამო. აი როცა შებერილობა მაგას იმდენად ფართოვდება მუცელი რა, შებერილობას არ გულისხმობ რაღაც პრობლემატურ შებერილობას. ხუთში ჩავიდა საჭმელი რაღაცა და 500 გრამი საჭმელი ხომ მივიღეთ, არა 500 გრამი დაემატა ჩვენს მუცელს და ყველა ვარიანტში გაიბერება. ანუ ამას სხვა შორის ეს აი დაუკვირდი, რომ ადამიანები გოგონები განსაკუთრებით აი ესეთ ბიოლოგიურ ბუნებრივ რაღაცებს ტრაგიკულად აღიქვავენ. და ნუ ეს რა თქმა უნდა ყველაფერი სოციმედიიდან გამომდინარეა და სოციმედიამ გააგიჭა საერთოდ ეს ხალხი. მაგრამ ეს არის ბუნებრივი, რომ ჩვენ დილას როგორ მუცლითაც ვიწყებთ, საღამოს ისეთ მუცლით ვერ დავხურავთ, იმიტომ რომ 2 ლიტრი წყალი გავუშვით, ჩაუშვით, სადღაც 1 კილო საჭმელი შეიძლება ვჭამეთ, კილო ნახევარი გააჩნიებით რა. შესაძლებლობები აქვს. ხო? და კი დღის განმავლობაში ხდება აი ამ ყველაფრის გადამუშავება და რაღაც გადანაწილება და სინთეზი თელს ხალხში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იგივე მუცლით ვერ დავხურავთ დღეს. ლოგიკური. ეს ხო, ლოგიკური არის, ხო. აი მუცლის ზოგადად ცხიმზე გადანაწილება, ნუ ძალიან დიდი ის არის რა თემა არის. პირველ რიგში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კვებების გადანაწილებას. ადამიანი რომელიც დილას მიიღებს საუზმეს და მე მთელი დღე მშიერია და მე ღამე სამსახურის შემდეგ მიასკდება დავუშვათ 3 პორციას შეჭამს ერთ ჯამაზე, იმიტომ რომ ფიზიკურად ვერ გაუძლებს ხო ფიზიკურ შიმშილს. მენტალურადაც ხო მშიერია, იმიტომ რომ დაღლილი არის და შესაბამისად ფიზიკური შიმშილიც აწუხებს მას. აი როდესაც კვებებს შორის აი ესეთი დიდი სხვაობა არის, მუცლის გარშემოწერილობაც შესაბამისად მაშობა, ასე ვთქვათ, იზრდება. კი. ანუ მუცლისთვის უკეთესია თუ მივირთმევთ რაღაცა გადანაწილებულად. კი, ორგანიზებულად. აი ზოგადად დღეში სამჯერ კვება არის ძალიან კარგი. ეხლა თანამედროვე წონისკლების სპეციალისტები, ასე ვთქვათ, კი ეუბნებიან ამ ხალხს, რომ რამდენჯერაც გინდა იმჯერ ჭამე, თავარია კალორიას არ გადააცილო. კი, წონისკლების ამბავში თავარი არის, თავარ როლს უშველებელ როლს კალორიის რაოდენობა თამაშობს, თუმცა ჩვენ ჯანმრთელობის ამბავში, კუჭი ჯანმრთელობის ამბავში, თუნდაც ეს ცხიმის გადანაწილების ამბავში და ზოგადად რეჟიმის ამბავში, ხო, ჩვენ რეჟიმი გამოვიმუშაო და თუნდაც ჯანსაღი დამოკიდებულება ჩამოვაყალიბოთ კვებასთან. აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს კვების გადანაწილება, რომ უნდა იყოს 3 ძირითადი კვება, ნუ კი ბატონო ხემსები ამოიღეთ თუ არ არის ეს თქვენთვის მნიშვნელოვანი ან არ გჭირდებათ ან ხემს მე ვერ აკონტროლებთ ზომა-წონას, მაგრამ 3 ძირითადი კვება არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. შეიძლება აქ ვიკითხო? კი, როგორ. აი ხა ჩვენ საუბრობთ კვებაზე, ნუ აი ნუ რაღაც ჯანმრთელობაზე, მაგრამ აი მაგალითად არის ესეთი მოსაზრება, რომ დღეში ერთხელ კვება. ოღონდ აქ არის საუბარი გონების სიჯანსაღის mental clarity-ს რასაც ეძახიან რა, რომ დღეში ერთხელ კვება და ისე დაბალანსებული ის ერთი პორცია, რომ ეს რაღაც ნუტრიენტები რაც გჭირდება რომ მიიღო ერთ კვებაზე და მე ნუ არ ფიქრობ რა ამ საჭმელზე იცი რაღაცა კონკრეტულ დროს ჭამ, ოღონდ ამას ვდგები როგორც აი სიამოვნების მიღების საშუალებას კი არა, არამედ აი მივეცი ორგანიზმს რაც უნდა და ეხლა მე ჩემი საქმე გავაგრძელე და ის დაკმაყოფილდეს როგორც არის. მე მიცდია და სიმართლე გითხრათ, ჩემთვის კარგი შედეგი მოიტანა იმ პერიოდში, როცა ნუ ალბათ არა საქართველოში, ხო. მაგრამ იმ პერიოდში კარგი შედეგი მოიტანა, უბრალოდ მერე დავაფიქსირე, რომ დაჭირდა ორგანიზმს, ანუ მერე მოუნდა ბევრი რაღაც რა, ალბათ რაღაცა დავაკეთე. ამას ვერ იქონიებ შენ ცხოვრების წესად. ხო. აი რაღაცა პერიოდი შეიძლება ჩათვალო, რომ ეხლა მე მინდა განწმენდო სულიერად, მენტალურად და რაღაცა და კი ბატონო, იქ შეიძლება დაასვენო ხორცისგან, შეიძლება დაასვენო რაღაც ზედმეტი რაღაცებისგან, რისგანაც თვლი რომ შენ ეს გამძიმებს, თუ თვლი რა თქმა უნდა.
მე ამაზე ცოტა ჩემებური მიდგომა მაქვს. ანუ ესეთ რაღაცას ვერ გააკეთებს ადამიანი, რომლის ცხოვრებაც არის სტრესული და გადატვირთული რეჟიმით. ანუ მე თუ მენტალურად მივახციე აი იმ states და იმ მდგომარეობას, რომ ჩემთვის საჭმელი არის აბსოლუტურად მხოლოდ და მხოლოდ საწვავი და მე მას უყურებ როგორც უბრალოდ რაღაც მორიგი. რა ეს უმნიშვნელო რაღაცა. და დღის განმავლობაში ნაკლები სტრესი მაქვს, ნაკლები სამოძრაო მაქვს, ნაკლები საფიქრალი მაქვს. ჩემი კოგნიტური ფუნქციები იმდენად გადაჭიმული, გადაძაბული არ არის, იმიტომ რომ 1000 რაღაცაზე მაქვს საფიქრალი. მაგ შემთხვევაში მე კი ბატონო, ვწდიდი მაგ რაღაცას და ვურჩევდი კიდევაც რომ დავუშვათ ცადონ, იმიტომ რომ ეს ავტოფაგიაც ხო კიდევ რაღაცა უამრავი კვლევები იდება და რაღაცა, მაგრამ ამ ავტოფაგიაზე ასე ვთქვათ მე დიდრები მოდი ესე ვთქვათ ხო სპეციალურ რიტრიტებზე მიდიან ხო ეს რომ იქ გააკეთო და იმ რიტრიტზე არც ტელეფონი გაქვს არც ანუ ესე ყოფითი რაღაცები რაც ჭამს და ტვინს გიღრღნის პრობლემები და ეგ სახში რაღაცა ბავშვი მტირალი და სამსახურში დედლაინებზე მიტინგი და ეგ საცობები მით უმეტეს ქალაქში არ გაწუხებს რა ამიტომ მე მგონია რომ ამ ყველაფერს აქვს რაღაცა თავისი ჯერ ისეთი დაგეგმარების ციკლი რომ უნდა დაგეგმო ეს ყველაფერი კარგად და ისე დროს გააკეთო როცა შენ არ გაქვს ხო მენტალური ფორიაკი ესეც ცალსახად რა თქმა უნდა ალბათ იმოქმედებს იმ ფორიაკზე მაგრამ თუ პარალელურ რეჟიმში ახლა აი ჩემ ცხოვრების რეჟიმზე ამ წამს ვერ წარმომიდგენია მიუხედავად რომ მე საკვებთან ძალიან ჯანსაღი დამოკიდებულება მაქვს ძირითადად თუმცა არის ჩემთვის აი სტრესული მომენტები, სადაც მეც მაქვს აი გადაჭარბებული ემოციური კვებები და უაზრო კვება, იმიტომ რომ მე ზოგადად საჭმელი მიყვარს, ძალიან მიყვარს. და ყველას ვაოცებ, რამდენი ჭამა შემიძლია. აი ძალიან ბევრი ჭამა შემიძლია და აი როცა მაქვს ეს გადასტრესილი მდგომარეობა, იმ პერიოდებში მე მქონია ისეთი მომენტი, დამიჯერია ჩემი თავი, რომ თან ჩემებისაც რომ რწყვენია და დავხურავ სამზარეულოს კარებს ადრე იყო დედაჭემთან რომ ცხოვრობდი დავხურავ სამზარეულოს კარებს გამოვაღებდი მაცივრის კარებს კამს მივიდგავდი და თან დედაშვილს ყველაფერი ეგ წავიდი მჟავეწი და გაჩავაწე მაშინ ზგუშონში როგორ აი არადეკვატურად ჯამთან ეს კონტრასტები მომწონს და მეც მქონია თუმცა ძირითადი ჩემი დამოკიდებულება საკვებთან არის ძალიან ჯანსაღი და ყოველთვის ისე ვუყურებ რომ აი რას იღებს ჩემი სხეული აი ამ ულუფიდან. აი რას არგებს ეხა ეს ულუფა ჩემს სხეულს. Mindfulness ჭამა, რაღაც ეძახიან რა არ ვიცი ქართულად ესე. აი mindfulness-ი შევამთლათ ესე არ ვიყო, იმიტომ რომ ყოველ ლუკმაზე ვფიქრობ თქო და რაღაცა გიჟივი ჭამ ისეч გარაჭამარ და პირველი აქ mindfulness-ი და პირიქით წონის კლებაზეც რა ძალიან კარგად მოქმედებს ეს არის ნელი კვება. შვიდი კვება რაც ჩემს ცხოვრებას არ ახასიათებს ზოგადად მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ულუფას როგორ უყურებ იცი აი რას ვარგებ მე ამ ულუფით ჩემს სხეულს იმიტომ რომ ზოგადად ჩემთვის სხეული არის აი რაღაცა ცალკე რელიგია აი ჩემი რელიგია არის მართლა ადამიანის სხეული იმიტომ რომ აი უჭკვიანესი არის იქ რაღაცა აი ეს ახალი მარკეტინგული ხრიკები დეტოქს ჩაი დეტოქს წვენი დეტოქს აი არაფერი არ გვჭირდება თუ ყველაფერს ითაშობა თუ მივაწვით აი 4 ძირითად კომპონენტს რომელიც არის ძილი ადამიანური კვება, ზომიერი და ესეთ დაბალანსებული და ზუსტად ისე აღქმა, რომ აი რას იღებს შენი სხეული აი ამიდან, ულუფიდან, წყალი და ფიზიკური აქტივობა. აი ეს 4 რაღაც არის, რასაც აწვდი და всё მიყვება, კარგად მიყვება. ისე რომ არ ხარ ექიმებთან აჭედებული 40 წლის მერე. 40 წლამდე ეცდაში. ბიოლოგიური ისინი რობოტები ვართ იდეაში და ეგრე მოწყობილი თვითონ ჩვენი სხეული. აბსოლუტურად. რაღაცა ძალიან გაგიქეცი თემიდან, მაგრამ ამაფრით რა თემა იყო. დაბრუნდების ეს პრობლემა არ არის. ცხიმზე იდეაში ვისაუბრეთ. ერთი კითხვა მაქვს, აი ეხლა მაინტერესებს. რა არსებობს რამე პროცენტულობა, რომ ქალის სხეულს ჭირდება ამდენი ცხიმი? იმიტომ რომ ეხლა მიდის სულ რაღაცა აი სოციოქსელსაც რო ვათვალიერებ ხომ ეხლა თემისასაც რო ვემზადებოდი, ხო ერთ და იგივეს მიგდებდა რა თქმა უნდა ერთზე რო გავჩერდნენ. გამოშრობა და აბა ცხიმი დავწვით და ცხიმი საერთოდ არ გვწირდება. ეს გამოშრობა ტერმინი ჩემი ის რო იყოს ავკრძალავდი და ტუჩებში მივარტყავდი ხოლმე ვიძახსენებდა, იმიტომ რომ ეს ჭყალებში რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან ცუდ სტერეოტიპს აღვიძებს რა ეს გამოშრობა, ძალიან ცუდს.
ეხლა ისეც გამხმარი არც ქალი ვარ გარდაც. არ არის კომფორტული მოდი ესე ვთქვა. ხო, მაგრამ ზოგადად ქალის შემთხვევაში განსაკუთრებით ჩვენ ცხიმი გვჭირდება, იმიტომ რომ ცხიმი უზრუნველყოფს ჩვენი ციკლის ჯანმრთელობას. ეს მაინტერესებს. აუცილებელი არის რაღაც დოზით, ახლა მაგალითად BMI-ი ზომება ხოლმე ზოგადად ესე უხეში გაზომვა არის BMI-ის, იმიტომ რომ იქ მონაწილეობს მხოლოდ სიმაღლე და წონის შეფარდება. ანუ 25-ზე ზემოთ BMI 25-დან 30-მდე, ასე ვთქვათ, ითვლება ჭარბწონიანად და 30-ის ზემოთ ცხიმი 30% ზემოთ, უკვე 30 ნიშნული ზემოთ ცხიმი, უკვე ითვლება obesity, როგორ ვთქვათ, სიმსუქნი დაავადება. სიმსუქნი დაავადება. ხო, სპენელს შეიძლება დასაჭერად არის ნორმა. 25-დან, ასე ვთქვათ, 25-დან 18-მდე არის fit ადამიანი ფორმაში იმყოფი ადამიანი 18-დან სადღაც 13-მდე ჩამოდის ათლეტი სპორტსმენი გოგონა და ნუ 13-ის ქვემოთ 12-ის ქვემოთ გოგონების შემთხვევაში ვთქვათ მოდი ხო ცოტათი სახიფათო ამბავი არის ეხლა მაგალითად გოგონა რომელიც პრაქტიკობს bodybuilding-ზე და ემზადება ხოლმე შეჯიბრებისთვის მათ არ მინდა რაღაც ესეთი კლიშე რაღაცაები ვთქვა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ესეთი გამოშრობა წლის განმავლობაში რამოდენიმეჯერ არ არის მიზანშეწონილი ჩვენი ჰორმონალური ბალანსისთვის. ნუ რა თქმა უნდა, ხა ეს bodybuilding-ი არის ცალკე მიმდინარეობა და ცალკე სპორტი, ეს გააჩნია ჩვენ ყველას მიზნებს, მაგრამ ყოველ მეორე გოგონას, რომელიც არ არის bodybuilding-ით დაკავებული და ის არ გადის შეჯიბრზე, არ უნდა ეკეროს გამოშრობა პირზე. ხო. ანუ გამოშრობა წონაში დაკლება და ცხიმის დაკლება სხვა რაღაცაა, გამოშრობა სხვა რაღაცა არის. გამოშრობა არის ის, რასაც აკეთებენ bodybuilding-ის ჩემპიონატები. კუნთი იყოს უბრალოდ გამოკვეთილი, ხო? მაქსიმალური გამოკვეთილი და ნუ ცხიმის ოდენობა ჩადის რაღაცა 7%-ზე 10% ქვემოთ რა. ძალიან მათ რომ მაქსიმალურად იყოს გამოკვეთილი ეს ფიზიკა ხო. და კაცის შემთხვევაშიც ალბათ იგივე. კაცის შემთხვევაში ცოტა დაბალ ციფრებზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ კაცს შეუძლია უფრო მეტად აიტანოს დაბალ ცხიმიანობა ვიდრე ჩვენ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ცხიმი ჩვენ შემთხვევაში ციკლს უზრუნველყოფს, ასე ვთქვათ, ანუ რამდენ ხანგრძლივად გვექნება ციკლი უბრალოდ ჯანსაღი ცხიმის ოდენობა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. კაცების შემთხვევაში უფრო დაბალ ციფრზე მიდის საუბარი, იქ შეუძლიათ კაცებს კონდეთ ცოტა საქმე. კი, ნაბუ კაცებს მართლა ყველაფერი მაგრამ ძალის ხმევის ამბავში. ხო, აი გამძლეობა და ტკივილის ამბავში, ნუ ჩვენ ვარ ძლიერები, კი. აი ხა შენახსენ ციკლი და ეგ ძალიან მაინტერესებს. ჩვენ გავაკეთეთ ერთი ეპიზოდი მენსტრუალურ ციკლზე ქალის თავიდან ბოლომდე ეს გავარკვიეთ, მოკლედ ხელი თვერო არის ეს და რაღაც კონკრეტული ერთი კვირა და ესე შემდეგ, ხო. თუ არ გინახავთ აუცილებლად, ნახეთ ძალიან საინტერესო დიალოგი გქონდა ამ ეპიზოდზე. და იქ რო გავარკვიეთ, ხა ეს სამი ფაზა რაც არსებობს იქ არის ერთი ენერგიული ხარ, ერთი არ ხარ ენერგიული, ერთი ნაკლება. ანუ აი ამ ხელო ჰორმონალური ცვლილებები როცა ხდება. რამდენად უნდა იყოს ვარჯიში აი ამ ფაზებზე მორგებული ქალის შემთხვევაში და თუ უნდა აკეთოს სხვადასხვა რაღაცები. იცი ფიზიკურად ვერ შეძლებს თორე შეუძლია აკეთოს მაგრამ ფიზიკურად ეხლა როგორ რაღაც არის რომ ვიხსენებ ჩემ თავს დავშოთ 30 წლამდე ამ ყველაფერს ეს ზოგადად აი სოციმედიამ და აი ამ ცნობადობის გაზრდა მოგვიტანა ფიზიკური შეგრძნებები რა თქმა უნდა ყველა ადამიანი მეტნაკლებად ზედმეტად სენსიტიურია და თუნდაც იმ 20 აი 2 სადაც უწერი ასაკს რა 20-დან 30 წლამდე სხეულის მიმართ ზოგი საერთოდ აი ამ სიმპტომებს აიმებს აიგნორებს, მაგრამ ეხლა ყველა გრძნობს, იმიტომ რომ ცნობადობა ძალიან აგვიმაღლდა და ყველამ ვიცით რომ ციკლამდე PMS-ი უნდა იყოს უეჭველი, აქვს, არ აქვს, ყველა ვარიანტი PMS გრძნობს. იმიტომ რომ ეს არ არის აუცილებელი შენ ეს ყველაფერი იგრძნო, კი რა თქმა უნდა ეს ხდება შიგნით ჰორმონალური ცვლილებები, მაგრამ მე რო ვიხსენებ ჩემს დავუშვათ 20 აი 20-ებში რო ვიყავი, ხო? არანაირი PMS-ი არანაირი სარმაწყობ შეიძლება რაღაც მომენტში ნუ გაღიზიანებული ყოფილიყავი და რაღაცა ყოფილიყო თურმე PMS-ი, მაგრამ ენერგიულად მე ამას ვერ ვგრძნობდი. ანუ შესაბამისად გოგონებმა შეიძლება ვერ იგრძნონ 20-დან 30 წლამდე თუ მათ ახლა სოციალური სოციმედიის ის არა აქვს ჩადებული, რომ ახლა შენ ხარ ამ ფაზაში და ესე უნდა იყო აუცილებლად. და
თუმცა ეს ჰორმონალური მომენტები ამ პერიოდში ჰორმონები არის სხვადასხვანაირად. ყველაფერი ამ ყველაფერს ჩვენ კარგად გვგზავნთ 30-35-ის მერე 40-ის მერე ხო საერთოდ ყველაფერზე ფიდბექი გაქვს. აი ყველაფერზე გაკუნებიდან გიგაკუნებენ. ეხლა შენ ესე ხარ, ეხლა შენ ისე ხარ და ოღონდ მძაფრად გრძობ ამ ყველაფერს. იდეაში 40-ის მერე ხვდები რას უშვებოდი შენ სხეულს 20-დან 30 წლამდე. თურმე რას უშვებოდი. იმიტომ რომ ეხლა გრძნობ რა ხდებოდა მაშინ. მაგრამ მაშინ ენერგიულად ჩვენ ვერ ვგზავნთ ხოლმე და ჩვეულებრივად შეგიძლია ესე ერთნაირად ივარჯიშო და ეს იმას არ ნიშნავს რომ შენ დააზარალებს ხელს. ნამდვილად არ ნიშნავს. უბრალოდ როგორც გითხარი ზოგი ადამიანის ზოგი გოგონას სხეული ფიზიკურად ზედმეტად სენსიტიური არის და ზოგს საერთოდ ისეთი ციკლი აქვს რომ პირველ დღეს მაგალითად მე და ჩემი დის ციკლი იყო აბსოლუტურად ყოველთვის განსხვავებული. ჩემი დას პირველ დღეს ჭირდებოდა სასწრაფოს გამოძახება, ისეთი მტკივნეული ციკლი ქონდა. პირველი 2 დღე იყო აბსოლუტურად 0 პროდუქტიული. ჩემი ციკლი ისე მოვიდა ისე წავიდა და ვერაზოს ვერ ხვდებოდით ხოლმე. თუმცა ეხლა უკვე დამეწყო ეს შეგრძნებები, მაგრამ ეხლა ვიცი რა ვიხსენებ. ნეტა ეს სოციმედია ჩამიდოდა ეს ცნობადობის აღზრდა ჩემ რაღაცა სხეულში უფრო მეტად გაცნობამ თუ მართლა ესეთი გრძნობი არ გახდა, მაგრამ მე მგონია ორივე არის ერთ. ალბათ კი რა, ეხლა ბევრი ინფორმაცია გვაქვს, მე უბრალოდ იმ კონკრეტულად სახელის დარქმევა ვისწავლეთ რა არის რა. იცი რა არის ვარჯიშს რაც შეეხება ძალიან მშვიდნული ხოლმე ძალიან დიდი ბოდიში. ვარჯიშს რაც შეეხება თუ ესეთი მგრძნობიარი არის გოგონა ჯერსი ფიზიკურად სხეული ყოველთვის ეტყვის როდის წაყვება და როდის არა. აი ახლა მაგალითად მე წონებთან მუშაობ, მე მეყურს წონებთან მუშაობა. როდესაც მაქვს ეს მენსტრუაციამდე, ასე ვთქვათ, ციკლამდე 1 კვირა 10 დღე, მანამდე PMS-ი რასაც ქვია ხო, მაგ პერიოდში როცა ვარ აი არის ხოლმე რომ ვეჯაჯგუნები, აი ვჯიჯგნის ხელს რომ რაღაცა გავაკეთო და ზუსტად ისე გავაკეთო როგორც დავუშვათ, როგორც კი დასრულდება ციკლი, აი რაღაცა არანორმალური ენერგია რომ მაქვს მაშინ. მქონია ეგ მომენტებიც და მაგ შემთხვევაში აუცილებელია რომ შენ სხეულს მოусმინო და შენ სხეულის და მიხედვით იმოქმედო. სიმართლე რომ გითხრა მე ესე გამიზნულად არ ვცვლი ხოლმე ჩემს ვარჯიშს ოვულაციის და ციკლის და PMS-ის მიხედვით. უბრალოდ მე ჩემს სხეულს უსმენ და რომ იცნობდეს ადამიანი თავის სხეულს, ერთი რომ ის რა სიმპტომების რა შეგრძნებებიც აქვს ხოლმე, ისინი არ უნდა მიაყურადოს და ზოგადად განასხვაოს რა არის კაპრიზი და რა არის რეალური შესაძლებლობა, იმიტომ რომ ხანდახან არის ხოლმე უბრალოდ გეზარება. აი უბრალოდ გეზარება და არ გინდა რომ გააკეთო. აი მაგიტომ არის იდეაში აი ვარჯიშზე სულ გონია ხოლმე რომ თოჯინები იცინიაში ბატონ შარვალოვანი ვარჯიშზე რომ დავიწყოთ ვარაკს აი ეგრე შემიძლია ვილაპარაკო, იმიტომ რომ ვარჯიში აძლევს ადამიანს იმის საშუალებას რომ სხეული ძალიან კარგად გაიცნოს. ეხლა ის ადამიანი რომელიც ძალიან დაკავებულია იქ მედიტაციით, იოგა, სულ რაღაცა შიგნით არის ჩასული და სულ სხეულში არის, რა თქმა უნდა, მისთვის ახლა ვარჯიში არ არის საჭირო ისე იცნობს სხეულს, მაგრამ აი ეს ჩვეულებრივი ადამიანი რომელიც ოფისში არის საქმეებზე დარბაზზე რაღაცა მას ვარჯიში აი ძალიან მაგრად ეხმარება რომ სხეული გაიცნოს. აი ნუ იმდენად აღვიძებს სხეულის ყველა კუთხე კუნჭულს, რომ ფაქტიურად ნების არც ერთი სიმპტომი და არც ერთი ასე ვთქვათ ნიშანი, რასაც სხეული გვაძლევს ჩვენ და სხეული მუდმივად გველაპარაკება, არ რჩება მას ყურადღების გარეშე. და აი მე მივყვები ხოლმე აი ეს სხეულის მას არ ვცვლი მე სიმართლე გითხრა იმის და მიხედვით რომ ეხა პირველი 10 დღეა, მერე შემდეგი 10 დღე, მერე მანამდე 10 დღე. რატო ამბობ, იცი, რაღაც წავიკითხე ესეც უბრალოდ მოვყვები რომ აი ამ სხვადასხვა ფაზებში რადგან ჩვენი ჰორმონები თამაშობს და ახდება, აი მაგალითად უშუალოდ ციკლის დროს შეიძლება ანუ რაღაცა ფეხიცე სიარული იყოს, არ ვიცი რაღაცა მაშინ რა ქვია ლუთენულ ფაზაში შეიძლება არ ვიცი პილატესიან, ანუ უფრო ნაკლები დატვირთვა რომ უფრო არ დავაძალოთ ჩვენს სხეულს ისედაც რომ უკვე აი რაღაცა ისე არის. აი ძალიან general formula არის. აი მე მაგალითად ინტენსიურად ვარჯიშობ, ხო? და ჩემი მიზანია დავუშვათ რაღაცა კონკრეტული ფორმირება რაღაცა. ხა მე რო იქ ერთი კვირა წონებით ვივარჯიშო, მე ერთი კვირა პილატესზე ვივარჯიშო, გამოწრო პილატეს მერე ეს ახლა უნდა დავიწყო. ხო, ანუ ეს არის ძალიან general ფორმულა, თუმცა მე აქ წონებით რო ვარჯიშობ, ამას შეუმსუბუქებ იმის მიხედვით მე როგორ გრძნობ თავს. ანუ გააჩნია როგორ მიზნები გვაქვს რა, ისე რომ მე თვის განმავლობაში ვიხტუნაო აბსოლუტურად რადიკალურად სხვადასხვა რაღაცებზე, თუმცა პილატესი არის ისეთი რაღაცა, რაც მე ვფიქრობ, რომ პარალელურ რეჟიმში უნდა კეთდებოდეს
ვითარდებოდეს ყველა მოვარჯიშის შემთხვევაში, იმიტომ რომ პილატესი არის ჩვენი корпуსი, ხერხემალი და მოქნილობა, რომელიც ყველა მოვარჯიშეს უნდა კონდეს მაქსიმალურ დონეზე დაბალანსებული, იმიტომ რომ თუ მოქნილობა არ აქვს ახსარს, ფიზიკურად ვერ შეასრულებს შენ იმ წონებით ვარჯიშს სწორად. თუ სრული მოძრაობა არ სრულდება სახსარში და ეს სრული მოძრაობის უზრუნველყოფა უკვე ხდება მოქნილობითი და ბალანსის ვარჯიშებით. და ამიტომ ესე ხო, ალბათ აი სწორად ვიხტუნაოთ, მე მგონია რომ არა, უბრალოდ იქ სადაც ხარ შენ აი რა პილატესაც კი როცა ვარჯიშობ და როცა გაქვს PMS-ი, შეიძლება პილატესის თავიდან ნერვიც არ კონდეს. და იქაც შეიძლება რაღაცა გაინტენსივრო და რაღაცა დაასოსტო. ასე რომ მე უფრო ვიტყოდი რომ რაღაცა ერთი მიმართულება თუ აქვს დაუშვათ ადამიანზე, მან იპოვა თავისი გზა აი ამ ვარჯიშის სამყაროში, უბრალოდ იქ იმოქმედოს სხეულის და სხეულის გამოძახილის და მიხედვით. ხო, გასაგებია. ხო, ანუ აი ერთი რაც სწორად თქვი მაგას კი დაუნიშნავ, გააჩნია მიზანი რა გვაქვს, ხო? ანუ თუ გვინდა რაღაც სხეულის ფორმების გამოკვეთა, შეიძლება უბრალოდ იმიტომ რომ მოძრაობაში ვიყოთ და სხვადასხვა რაღაცას მივედეთ მოედეროში ისიც ვაკეთებთ ისე. შეიძლება მაგ შემთხვევაში ალბათ დაშვებული იყოს, რომ ხან იმას გააკეთებ, ხან იმას გააკეთებ. თუ მაინც და მაინც არის გამოკვეთა არ გინდა რაღაცა ფორმის იმისი ამის, ალბათ ეგ სტორი შენიშვნაა და მითითება. კი ბატონო, უნდა ვისაუბროთ აუცილებლად აი ბევრჯერ ვახსენეთ ასაკთან ერთად ცვლილებაზე. რამდენად მნიშვნელოვანია ასაკთან ერთად ვცვალოთ, ანუ ან დატვირთვები, ვარჯიშის ფორმა, მეთოდიკა, ეს რამდენად გასაცვალეს. საერთოდ რაც უფრო ასაკი ემატება ადამიანს, მან უნდა ივარჯიშოს ჭკვიანურად და არა train smart not hard როგორ არის ქართულად აი ჭკვიანურად და არა გიჟურად რაღაცნაირად ეს შეგვიძლია ჩვენ მივცეთ ამის პუპუნების საშუალება დავუშვათ აი ესე ორიანები რო გვიწერია ასაკთან 20-დან 30 წლამდე მე უკვე რაღაცა უფრო მეტი სტრატეგია გვჭირდება და მეტი დაგეგმარება გვჭირდება თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ რაღაცა იქ წონები უნდა შევამციროთ იქ აუცილებლად წონები უნდა გადავაგდოთ და უნდა გადავიდეთ იოგაზე და რაღაც აერობიკაზე ეს ამას ნამდვილად არ ნიშნავს პირიქით ეხლა ბოლოდელი კვლევები პირიქით იმას იძახის რომ 60 წლის და 70 წლის ადამიანისთვისაც კი ძალიან მნიშვნელოვანი არის წონებით და resistance აი ძალისმიერი ვარჯიშები იმიტომ რომ აი ძვლის სტრუქტურის გამოფიტვა შეიძლება შეაჩეროს ეს პროცესი შეიძლება შეაჩეროს კუნთის მასის ანუ ზრდამ და წამოსვლამ ამიტომ მან უფრო ვიტყოდი რომ აი ასაკთან ერთად უბრალოდ ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება უნდა დავუთმოთ მოქნილობას და ბალანსის ვარჯიშებს, იმიტომ რომ ჩვენ ასაკთან ერთად პირველ რიგში ვკარგავთ აი მოქნილობას და ბალანსს. მოტორიკას ხო? კი, ვიჭედებით სახსრებში, იმიტომ რომ მით უმეტეს თუ ვარჯიშობთ, ახლა მე მაგალითად ხო ვარჯიში ხო არის იდეაში კუნთის მოჭიმო, ასე ვთქვათ, ხო? ფლექს ანუ მუდმივი მოჭიმო ხდება ვარჯიშის დროს. და შესაბამისად კუნთის მოჭიმასთან ერთად ჩემი სახსარიც იზღუდება. თუ მე ის სახსარი არ გავხსენი სხვა დავუშვათ დამხმარე ვარჯიშებდი გაუცებელი ვარჯიშამდე mobility აი გაწელვებზე საუბრობ ალბათ ხო დინამიური გაწელვები და ეს რაც ასაკში შევდივართ და რაც უფრო დავუშვათ დიდი ხანის განმავლობაში ვარჯიშობთ აი ამისი ბალანსი არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ მოქნილობა ვარჯიშთან ერთად და კუნთოვანი მასის ზრდასთან ერთად აუცილებელია მოქნილობაზე მუშაობა. და ასაკთან ერთად ემატება კიდევ ბალანსი. ანუ მხოლოდ წონების ის აღარა. წონების კაჩავი ნამდვილად არ არის, მაგიტომ ამბობ რომ აი უფრო ჭკვიანურად უნდა ვივარჯიშო დავუშვათ ჩემი სავარჯიშო სესია თუ ადრე იყო სულ მთელი სესია წონები. ეხლა ძალიან დავუშვათ ბოლოსკენ და დასაწყისში მე მაქვს ტანის წონითი ვარჯიშები ჩემს სხეულს სადაც ვემუშავები, სადაც მე ვაღვიძებ ძალიან პატარ-პატარა სტაბილიზატორ კუნთებს და სხეულის ფლობას უფრო ვამუღამებ, ასე ვთქვათ. და რა თქმა უნდა, ვაკეთებ დინამიურ გაწელვებს ძალიან ბევრს ვარჯიშის დაწყებამდე. ალბათ აქ ექნება ერთი ძალიან ისეთი კითხვა. ვარჯიშის დაწყებამდე გაწელვები თუ ვარჯიშის ბოლოს ორივე, მაგრამ გაწელვები განსხვავდება. არის დინამიური გაწელვები და არის სტატიკური გაწელვები. დინამიური არის, როგორ იცი, აი მოძრაობაში რო იწელები. აი მაგალითად, სტატიკური ხარ, რომ აი ფეხს უნდა მიწვდე და ხარ იქ 15 წამიდან. იოგაში რაღაც ვაკეთებთ. უფრო დიდი ხანი იმის მიხედვით, როგორი მიზანი გაქვს, რას გინდა რომ მიაღწევ ამ მოქნილობით, ხო? დინამიური არის ამ ფეხს მიუწვდი
გავსწორდი, მივხვდი, გავსწორდი. ბახურებ ეს. მოძრაობაში გაწევა არის დინამიური გაწევა. ანუ ამითი მე სახსარს აცხხსნი და კუნცაც აქტივაციას უკეთებ. როცა სტატიკური გაწევა კუნც ადუნებს. ანუ სტატიკური გვაქვს ბოლოში აუცილებლად მე რო სტატიკური თავში გავაკეთო მე კუნთებს მოვადუნებ ამიტომ მე პირიქით აქტივაცია მჭირდება რომ ეხლა მე პანჯური უნდა მოვარტყო მე ჩემს ხელზე უნდა დავიწყო ვარჯიში ამიტომ მოდუნება არ მჭირდება ხო ჯერ ვიწყებ დინამიური გაწევლით მე ვარჯიში და მე უკვე აი ამ მოჭიმულ და გადასპაზმულ და გადაგიჟებულ ხელს უკვე სტატიკური გაწევლით ვადუნებ ნერვული სისტემისთვის ძალიან კარგი არის თუმცა უნდა ვაღიარო რომ ყოველთვის არ ვაკეთებ. მე მგონი არა ყოველთვის არ აკეთებ. მაგრამ აი კვირაში ორჯერ მაინც აუცილებელია მთელს ხელს დავუთმოთ დრო რომ ეს ახლა მე მოვყევით წაღან იდეალური სიტუაცია. რაც მაგალითია, ხო. რაც მაგალითია. ხო, მე მაგალითად იოგას ვაკეთებ წლებია. ძალიან კარგია. ხო, იოგას ვარჯიშობ ვერ ვარქმე, მე იოგას სხვანაირად ვუყურებ და ფილოსოფიის თვალსაზრისით და აი იოგამ ახლა შენაც მოყევი სხეულის იოგა მე ჩემს სხეული მასწავლა საერთოდ, ხო, შიგნით რა შვება და როგორ არის და რაღაცა და ამიტომ ეხა იცი რა მინდა ვისაუბროთ აი სულ რაღაც ტენდენცია არსებობს ამ ვარჯიშში. ეხა ის არის მოდაში, ეხა ეს არის მოდაში, ეს არის. მე მახსოვს რომ ერთი პერიოდი იყო კარდიო მოდაში და თითქმის ყველა კარდიოს ვარჯიშობდა, აი რაღაც ეგეთი ბუმი იყო. მერე წამოვიდა ეს ჩვენი ძალისმიერი ვარჯიშები და წონები და ეცა ყველა ამას და ამას ვარჯიშობდა. აი ხა მინდა რომ პირადად მე ამიხსნა და შესაბამისად მაყურებელსაც ხო. ხვდები რომ ორივე სხვადასხვა დანიშნულება აქვს და ხვდები რომ ორივე სხვადასხვა რაღაცისკენ არის მიმართული. მაგრამ მაინც კარდიოს ვაკეთებთ რატო და წონის ვარჯიშს ვაკეთებთ ორივე არის ძალიან ძალიან მნიშვნელოვანი. არ შეიძლება რომ ჩვენ ვთქვათ რომ მე წონებზე ვარჯიშობ და მასის მომატება მინდა და ამიტომ აბსოლუტურად ვაიგნორებ კარდიოს და არ შეიძლება გიჟივი დავდგე ბილიკზე და მარტო ჩემი სავარჯიშო რუტინა შედგებოდეს 1 საათიანი ბილიკისგან. კარდიოს მე მგონი სიტყვა გვეუბნება რომ ეს არის კარდიოვასკულარული სისტემისთვის და ანუ გულ-სისხლძარღვთა სისტემის განვითარებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ვარჯიშის დროს, იმიტომ რომ სისხლი გული არის პასუხისმგებელი, როგორი პამპინგი ხდება სისხლის და როგორ მიეწოდება კუნთებს სისხლი, ხო? შესაბამისად ორივე თანაბრად უნდა იყოს დრო დათმობილი. იქიდან გამომდინარე, ანუ აი ისევ და ისევ მიზნებს გააჩნია რა და ასევე პრეფერენციები არის ესეთი ქართული სხვა პრეფერენციები. რა არის ჩვენი სიყვარულები ასე ვთქვათ. ჩემი სიყვარული არ არის კარდიო, მაგრამ კარდიოს კვირაში ორჯერ ვაკეთებ. აუცილებელია, იმიტომ რომ როგორც კუნთოვან მასას სჭირდება განვითარება, ისევე გულ-სისხლძარღვთა სისტემას ხო მithumetes ასაკში როცა შევდივართ და ყველა ჩვენთან გენეტიკურად დედაჩემის და მამაჩემის თაობაზე იმის იქით კი ყველას წნევის აპარატი რო უდევს უეჭველი ჩანთაში ისე რო გადიან გარეთ ხო? მე ხო არ მინდა ესე რომ ვიყო. შესაბამისად კარდიოვასკულარული სისტემის განვითარება არის უმნიშვნელოვანესი. ამიტომ კვირაში ორჯერ ყველაზე თავგადამკვდარი ბოდიბილდერიც კი აუცილებლად უნდა აკეთებდეს კვირაში 1 ან 2 კარდიოს აუცილებლად. და რაც შეეხება აი თუ ჩვენი სიყვარული არის კარდიო, შეიძლება კარდიო იყოს კვირაში 3 ჯერ და ყველა ვარჯიშის მასში ან დასაწყისში ან ბოლოში და თუმცა აუცილებლად ხაზი გავუსვავდი რომ ეს ძალისმიერი ვარჯიშებიც აუცილებლად აკეთონ, იმიტომ რომ კუნთოვან მასას სირბილით ვერ განვავითარებთ, სიარულით განსაკუთრებით ვერ განვავითარებთ. ეხლა ძალიან აი ეს ტენდენციები ახსენე, ხო? აი მაგიჟებს ეს ტენდენცია რომ ეუბნებიან იარე. იარე და მოგევლება. ანუ რა თქმა უნდა 24 საათი ჯდომა სიარული ჯობია და რაღაცას მაინც და მაგრამ ჩვენი ყველას მიზანი უნდა იყოს კუნთოვანი მასის შენება. იმიტომ რომ კუნთი არის განსაკუთრებით ეს ბოლო კვლევებით ჩვენი ხანგრძლივი და დღეგრძელი ცხოვრების ყველაზე პირველი ქსოვილი. არის აქტიური ქსოვილი, მოვატეკეთებენ ადამიანი, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს კუნთოვანი მასის გარეთ. ხო. ანუ აი ხო მოგიყევი ეს იოგი და იოგას რო ვარჯიშობ ისეთი სხვა კუნთოვანი ბოჭკოები გაქვს დამიჯერე განვითარებული, რაც მე არ მაქვს. კი, შეიძლება ესეთი რაღაცები გააკეთო, რაც მე ცხოვრები გაწელვას არ გულისხმობ ოღონდ. აი შენი სხეულის წონით ისეთი მოძრაობა შეიძლება შეასრულო, რასაც მე ვერაცას ვერ გავაკეთებ, ძალიან ბევრი პრაქტიკა დამჭირდება, ასე რომ. ხო, მაგრამ აი მაგალითად ესეთი ტიპის ადამიანს, როგორიც მე ვარ ხა რაც მოგიყევი და მე მაგალითად კარდიო უფრო
მეციამნებას მანიჭებს იქ სირბილი, ლახტი, არ ვიცი რაღაცა ეს თუ ენერგიაზე ვარ, აი რაღაც PMS-ის ფაზაში თუ არ ვარ, აი რაღაცა მიმიშო გამატარე. მაგრამ აი იცი რა, აი რატომ მინდა რატო გეკითხები ახლა ამას? ალბათ ბევრნაირად იქნება ჩემნარი ადამიანი, რომელიც ვერ უჭერს მუღამს ამ ძალის მწონების ვარჯიშს. ჩემთვის არის მოსაბეზრებელი პირდაპირ ვთქვა რა. თუ უნდა გავაკეთო ეგ, იმხელა მენტალური ძალის ხმა მომიწევს, ჩავდო რომ არ მიგიგნია მეთოდიკაზე. ანუ ძალისმერი ვარჯები არ ნიშნავს იქ მართლა მოსაწყენ ბოდიბილდერ რომ მივიდა 12 გააკეთა და ისვენა 3 მისლა გააკეთა, მე ნელა გადავიდა ესეთი მოძრაობით სხვა ტრენაჟორზე. არანაირად არ ნიშნავს ეგ მაგას. ძალისმერი ვარჯები შეგიძლია გააკეთო ტანის წონითაც კი, ანუ იქ ჩარჯდომები ისინი. მეთოდიკა შეგიძლია შეცვალო, ჰიტი გააკეთო, ტაბატა გააკეთო, ეს არის მაღალი ინტენსივობის ინტერვალური მეთოდები, სადაც 30 წამი მუშაობ, 10 წამი ისვენებ. აი თამაშობ რა. შენ შეგიძლია ნებისმიერი მიმართულებით თამაშად გადააქციო ის შენი ბრძოლის არეალი, ასე ვთქვა და სხვადასხვანაირად მიუდგე. ესე მეც მეზარება ხოლმე ხანდახან ესეთი კლასიკური კაჩავი. ასე ვთქვა და რაღაც ვახალისებ ხოლმე ხა. მით უმეტეს როცა დრო არ მაქვს და მჭირდება რომ მე 1 საათში ჩავიდიო ყველაფერში 20 წუთიან ისეთსაც დავწერ ხოლმე რომ არადედას ანუ წონებიც მაქვს იქ ჩართული მაგრამ ინტენსივობა მაქვს მომატებული და უფრო მაშვები რა ანუ დროზე გათვლილი ან მასე გათვლილი აი დროის მოკლე პერიოდში ბევრი რო უნდა ჩავატიო აი სხვადასხვა მეთოდიკა უამრავი მეთოდიკა აქვს ვარჯიშებს რაც შეგვიძლია გამოვიყენო და ერთი რაღაც მინდა ვთქვა წეგან ეხლა მე ძალიან კუნთოვან მასაზე ჩავიციკლე და არ მინდა რომ აი განსაკუთრებით ეხლა შენ მითხარი კუნთოვან მასაზე საერთოდ არ ვფიქრობ. მე ვსაუბრობ ფუნქციურ კუნთოვან მასაზე. ანუ ეხლა გეტყვი რას ნიშნავს შეიძლება მე ძაბერ ბოდიბილდერი ტრად გადავიკიდო მაგრამ არ ნიშნავს რომ ბოდიბილდერის აი ეს ბევრი და უშველებელი კუნთოვანი მასა იმაზე მეტად ფუნქციური იყოს, ვიდრე calisthenics ვინც ვარჯიშობს, calisthenics იცით ხო, ტანის წონით რო ვარჯიშობდნენ ტურნიკზე და ასე შემდეგ. ანუ მათი კუნთოვანი მასა უფრო ფუნქციურია, ვიდრე bodybuilder-ის, იმიტომ რომ ფუნქციურში რას გულისხმობთ? აი ფუნქციურში რას გულისხმობთ? იცი, ყველა კუნთის რეკრუიტინგი აქეთ bodybuilding-ში და იზოლაციაში არ ხდება. იმიტომ რომ bodybuilding-ის ერთ-ერთი ნაწილი არის კუნთოვანი იზოლაცია. ანუ სადაც მე მაგალითად აი მარტო ბიცეპს ვაკაჩავ, ანუ კუნთის იზოლაცია ხდება. ხო, შესაბამისად ბიცეპსის კაჩავის დროს მე ვზივარ, არაფერი არ არის ჩართული. მხოლოდ ის არის. აი მხოლოდ ის არის ჩართული. თუმცა აი უკვე სხეულის წონი და სხეულის ფლობაზე რო არის საუბარი, ხო, იქ ტურნიკზე რო ვიწევი ბიცეპსის მუშაობს, მაგრამ მთლიანი სხეული ჩართული მაქვს, ხო? და ანუ მათი კუნთოვანი მასა უფრო ფუნქციურია, ვიდრე სხვა შორის ამისი ძალიან კარგი გაზომვადი ელემენტი არის. ელექტროიმპულსებით აკეთებინებენ ადრე ვუსმენდი ერთ პოდკასტს, სადაც ჯო როგანთან იყო ეს ბიჭი ხოთი შორის მისული, რომელმაც იცურა 6 თვე. ანუ დღეში ცურავდა 12 საათი ყოველ დღე. და იმან ახსნა როგორ გაზომეს მისი უბრალოდ აი როგორი ფუნქციური იყო მისი კუნთები. ანუ უკეთებენ ელექტროიმპულსებს და ელექტროიმპულსი გიბიძგებს შენგან დამოუკიდებლად გააკეთო რაღაცა მოძრაობა. აი მაგალითად ლეგ პრესი. აი ტრენაჟორზე დავწვექი, დამარტყა დენმა და დგა ავწიე. და ანუ შენგან დამოუკიდებლად რამხელა ლეგ პრეს გააკეთებ. ეგ არის კუნთის ფუნქციური. ეგ არის იდეაში კუნთის ფუნქციური ჩართულობა. აი და მაგ დროს როდესაც შეადარეს აი ბოდიბილდერი და აი ესეთი ტიპები რომლებიც ძირითადად ძალის მიერზე მუშაობენ და არა ჰიპერტროფიაზე. ჰიპერტროფია არის მასის გაზრდა. ანუ ძალიან ცუდად არ გამომიწევს მართლა ძალიან ცუდად რაღაც ბევრჯერ ვახსენებ ბოდიბილდერი რაღაც ისეთ კონტექსტში მაგრამ ეს არის უბრალოდ განსხვავება, მეტი არაფერი. ანუ ეს არის, მოდი ესე ვთქვათ, ჰიპერტროფია არის კუნთოვანი მასის ზრდა, იმაზე მეტად ვიდრე ჩვენ capacity გვაქვს და ეს არის იზოლაცია და ბევრი გამეორებები და ასე ვთქვათ სეტები და ძალისმიერი აფეთქება და ასე შემდეგ, ეს არის უფრო დაბალი გამეორება, მაგრამ ძალიან მაღალი წონა მაგალითად. ხო? აი ამ შემთხვევაში ესეთი განსხვავებები არის. თუმცა ხო გეუბნებთ, ახლა ძალისმიერი არ ნიშნავს, რომ
ეს მეგეუბნები ჯიმში განსხვავებას. შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც აი კალისთენიკს ვარჯიშობს, მხოლოდ იმაში პარკში ტურნიკებზე და იმისი კუნთოვანი და უფრო მეტად ცოტა გამომშრალი ტიპები არიან, თუ შეგიმჩნევიათ და მათი კუნთოვანი მასა სხვანაირად გამოიყურება, გაბერილი კი არ არის ბატიბუტივით, ხო? უფრო რაღაცა ისეთი არის რა. მე ბოდიშბილდერებთან აი მართლა მე ძალიან დიდი ბოდიშბილდერი მოვიხადო, იმიტომ რომ ჩემთვისაც ესთეტიკურად თუ შევხედავ და შევახედე, უბრალოდ იმიტომ რომ ჩემი გემოვნებაა და არაფერი ცუდი იმათთან, ის უფრო აი რაღაცნაირი კუნთია, არა დაბერილი. ძალას და მართლა ფუნქციას აქვს მნიშვნელობა. ეხლა ჩემი ტრენინგან თან აი რაღაცნაირად ისე არ მინდა გამომიდეს, იმიტომ რომ მე ყველაფერს მოვიცავ, მე როცა ვარჯიშობ. არის დღეები, როცა მე აბსოლუტურად როგორც აი ბოდიბილდინგის სეტები, კლასიკური სეტები ვაკეთებ იმას. არის, როდესაც მინდა ხოლმე რომ ეს ძალისმიერი ისინი მაინც გამოცადდეს ფეთქებადობა ჩემში მაინც შევინარჩუნო და სისწრაფე მით უმეტეს ასაკი მემატება და ხო ეს სისწრაფე ნელ-ნელა გვაკლდება. ანუ მე ყველაფერს ვrთავ რომ ვიყო თანაბრად რაღაცნაირად დაბალანსებული. ამიტომ ესე ერთი მიმართულება და ამიტომ ვამბობ მე რომ აი ეს ბოდიბილდინგი რაღაც ესეთი არის ვაკნებ არანაირად, იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მაგალითად ყველაფერი ჩართული არის. უბრალოდ ეს რომ ყოფილიყო განსხვავება. ფუნქციურ კუნთოვან მასას შორის და უბრალოდ კუნთოვან მასას შორის. ჩემთვის ხე გასაგები გახდა რა, ზევსაუბრობდით ხო, იმიტომ რომ არ ვარ ეგრე გარკვეული ამ ამბებში რა. ეგ კი ბატონო და ერთი კითხვა კიდე აქვე უცებ კარდიოს და იმას შორის. ზოგისთვის ძალიან ამოუცნობია, იმიტომ რომ ყველა ტრენერი თითქოს სხვადასხვა რჩევებს გასცემს. რაც მომისმენია ხან rilsებში, ხან იმაში, ხან ამაში. როდის კეთდება? ანუ ცალკე თუ კარდიო არ მაქვს რა. მანამდე თუ მე ვარჯიშის? ხო, აი რა. აი ნახე მანდ ესეთი რაღაც არის ყოველთვის შეიძლება ანუ წინათ შეგიძლია და უკანათ შეგიძლია გააკეთო. გააჩნია რა არის მიზანი? ყურე ჩემი მიზანი თუ არის ფორმები და ფორმებს ვიცით რომ აფორმირებს ეს ძალისმიერი და ეს წონებით ვარჯიშები, ამიტომ მე კარდიოს გადავიტან ბოლოში, რომ მე წონებზე მქონდეს 100%-იანი ენერგია და 100%-იანი ინპუტი ჩავდო. იმიტომ რომ კარდიო მარტივი არის. კარდიო მარტივია, მაგრამ კარდიოზე თუ დავხარჯე მე ენერგია და ძალისხმევა, აქ უკვე ძალიან რთულად გადმომივა და იმ ჩემ 100%-ს მაგალითად მე თუ სკვოტზე და პირობითად არ ვიცი რა წონას ემუშავები, თუ თავიდან კარდიო გააკეთე და გადაღალე სხეული აქ იგივე წონას ვეღარ აწევ. ამიტომ ეგ უკვე სტრატეგიის და დაგეგმარების ამბავი არის რა. თუ დაუშვათ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის კარდიო, იმიტომ რომ დაუშვათ გადადიხარ იმაზე რა ქვია, ზაფხულისკენ მიდიხარ და გჭირდება რომ მეტი კარდიო ჩართო შენ ცხოვრებაში და არ გიყვარს კარდიო, თავიდანვე მოიშორებ კარდიოს, რომ ამაზე ძალისხმევა და ენერგია არ დაგჭირდეს და მე გააკეთებ წონას. ანუ ესე გაწერილი ინსტრუქცია არ არის. აი უფრო სტრატეგიას მიყევით, ყოველთვის სტრატეგიას. აი რა არის შენი მიზანი და როგორ. როგორც წესი მე ვურჩევ აი ამ წონების ვარჯიშების შემდეგ. მაგრამ გააჩნია ხო თუ იმას ძალისხმევა ვაფშე არ მიზიზა პირიქით კარდიო უნდა რომ მეტი გააკეთოს. მაგ შემთხვევაში და თან კარდიო არ ხო მოკლედ აი ესე კარდიო და რაც შეხება აი გადანაწილებას კიდევ რომ მიუბრუნდე ხო თავის თემის დასაწყისში უნდა მეთქვა წონის კლების დროს და ეხლა ხო ისტერია გვაქვს წონის კლებაზე. ძალიან საინტერესო ჩარტი გვაქვს კარდიოს და წონის ვარჯიშების გადანაწილებაზე. აი 100%-ში, რა თქმა უნდა 70% ვიცით რომ კვება არის და კვებაზე არის დამოკიდებული ჩვენი წონის კლება და აი ქვემოთ სადღაც 5% მოდის მხოლოდ და მხოლოდ კარდიო დატვირთვაზე. 15% მოდის წონებით ვარჯიშზე და იქ დანარჩენი რამდენი დარჩა? 10% დარჩა მე მგონი. აი უკვე სხვადასხვა რაღაცები, სხვა სტრესები, ძილი, რეჟიმი და ასე შემდეგ. სხვადასხვა რაღაცებზე. ამიტომ აი მაგალითად წონის კლების შემთხვევაში პირიქით უფრო აქცენტს გავაკეთებდი წონებით ვარჯიშზე, ვიდრე კარდიოზე, თუმცა როგორც გითხარით, კარდიო არის ძალიან მნიშვნელოვანი. და პირიქით არის ძირითადად შეყანო ადრე იყო ყოველთვის შეხებ შეიცვალა შეიძლება ადამიანებმა განათლება მიიღეს და სხვანაირად ფიქრობენ, მაგრამ მე მახსოვს ადრე იყო რომ კარდიო და ოფლისი გამოდენა და წონის კლება ერთ იმაში განიხილებოდა ჭრილში რა. ოფლით არ ვწვავთ ცხიმს, აქვე ვთქვათ, მოდი ერთი მითი რომ პლაშებით და პარკებით ვარჯიში პირიქით დამაზიანებელია და დამაგრებელია ჩვენი გულსესხლავთა სისტემისთვის და კანისთვის და შეიძლება დეჰიდრატაციის გამო ცუდად გახდეს ისე ადამიანი, რომ ძალიან ცუდ მამდე მივიდეთ შედეგებამდე.
ამიტომ ოფლით არა ჩვენ ნახშიროჟანგით ვწოვთ ცხიმს. ანუ ამას თქვით. ოფლში არის 0.0001% ცხიმის სადღაცას. ეს არის ჩვენი წყალი და ეგ წყლის მარაგები მე უნდა შევისოთ უკან. ასე რომ ხუმრობდეს. ეს ზუსტად ამ ყველაფერში ახლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი კითხვა არის, რომ კვირაში რამდენჯერ ვარჯიშობთ. ოღონდ აქ მე მაინც ორად გავანაწილოთ რა ეს კითხვა. ერთი, როდესაც მე კონკრეტული მიზანი მაქვს, მაგალითად არ ვიცი, მინდა წონის კლება ან თუ რაღაცა სხეულის რაღაცა კონკრეტული ფორმის გამოკვეთა, კონკრეტული ფორმების და უბრალოდ ჯანმრთელობა. ანუ რაღაცნაირად ჯობია ესე გავყოთ, იმიტომ რომ ძირითადად მაინც ის არის ხოლმე და მე ეს ანუ ბონუსებად იღებენ, მაგრამ ორად გავყოთ. ერთი ცალსახად, რომ ადამიანს დღის განმავლობაში მინიმუმ 1 საათი ჭირდება, რომ იყოს ფიზიკურად აქტიური, თუ მას აქვს ასეთი მჯდომიარე ცხოვრება. ეს ცალსახად არის. და ფიზიკურ აქტიურობაში არ გულისხმობ სიარულს? რა თქმა უნდა, გულისხმობ სიარულს. კი, ფიზიკურად უნდა იყოს აქტიური, ანუ რაღაცა უნდა აკეთოს. თუ ჩვენ მივდივართ ვარჯიშზე, და უკვე აი აქ ვარჯიშის აი სხვადასხვა მიზნებს განვიხილავთ. ამ შემთხვევაში მომაქვს ხოლმე ესეთი მაგალითი. ახლა ინგლისური სწავლა რომ მინდოდეს ან გიტარის სწავლა. კვირაში 3 ჯერ რო დაუთმო 1 საათი მალე ვისწავლი თუ კვირაში 5 დღეს რო დაუთმობ, ხო? ანუ რა თქმა უნდა მიზანს აღწევს ის, ვინც უფრო მეტ დროს და მეტ ძალისხმევას დაუთმობს. უბრალოდ კვირაში 3 ჯერ აღებულია რაღაცა ზოგადი ფორმულა, რომ დაკავებული ადამიანებისთვის კვირაში 3 ჯერაც ძალიან დიდ როლს თამაშობს და იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც ფიზიკური აქტივობა საერთოდ არანაირ დღის წესრიგის 1%-ს და 0 რაღაც პროცენტსაც არ წარმოადგენს, მათთვის კვირაში 3 ჯერ მე ჩემს ყველა დისტანციურ მოსწავლეს ყველა პროგრამა მაქვს კვირაში 5 ჯერ გადანაწილებული, კვირაში 5 ჯერ, იმიტომ რომ აღდგენა და დასვენებაც აბსოლუტურად იგივენაირად მნიშვნელოვანი არის, როგორც ვარჯიში. და ზოგადად ვარჯიში არის უფრო კატაბოლური ფაზა. კატაბოლური არის დამსხვრა, ანუ ჩვენი მეტაბოლიზმი ზოგადად ორ ფაზად არის დაყოფილი, ანაბოლური და კატაბოლიზმი. როდესაც კატაბოლურ ფაზაში დამსხვრევა მიდის უჯრედების, ქსოვილების და ანაბოლურ ფაზაში უკვე მიდის მისი აღმშენებლობა და ეს ფაზა ხდება დასვენების დროს, ცილის დროს განსაკუთრებით. ამიტომ არის ძილი უმნიშვნელოვანესი, აი აშენებითი ფაზა ხდება და კუნთის განვითარება ხდება, როდესაც კუნთი ისვენებს. ამიტომ არის გადანაწილება ძალიან მნიშვნელოვანი, ვარჯიშის სწორად გადანაწილება, კუნთოვანი ჯგუფების, ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი დასვენება, აღდგენითი დღეები და ასე შემდეგ. კი ბატონო, მაშინ აქვე მაინტერესებს როგორ უფრო აი შენი დაკვირვებით რა ხა ამდენი ხანი ამდენ ადამიანს აკვირდები და შენი არაჩვეულებრივი პროგრამები გაქვს პლუს ამ ყველაფერს შენ თვითონ ხარ ავტორი. ხანგრძლივობა რა, ზოგი არის მიეწყდება საათნახევარი ვარჯიშობს და აღარ ვარგა. ხანგრძლივობა რა უნდა იყოს? ისევ მესმის რომ მიზნებს გააჩნია, მაგრამ აი ზოგადად რო შევაჯამოთ რა 20 წუთი ნახევარი საათი 1 საათი აი რა არის ყველაზე ოპტიმალური აი ძალიან ბევრ რაღაცაზეა დამოკიდებული რამდენი დრო გაქვს გამოყოფილი რა სავარჯიშო სისტემა მაგრამ საათნახევრის შემდეგ უკვე ძალიან დიდი რაოდენობის სტრესის ჰორმონი გამოგვეყოფა ამიტომ საათნახევარი გადამულად ვარჯიშის რა თქმა უნდა არავის არ ურჩევ საათნახევარი არის პიკი სადაც ადამიანმა უნდა ივარჯიშოს ამ საათნახევარში მე დაუშვათ თუ ადამიანია ეს გადამკვდარი მოვარჯიში არის ჩავატევდი გაწალვებსაც დინამიურ გაწალვებსაც და აი ყველაფერს მოვათავსებდი ამ საათნახევარში ისე რომ აი ესეთი ინტენსიური ძირითადი სეტი 30 წუთს არ უნდა აღემატებოდეს მაქსიმუმ 50 ბოდიში 50 არა 40-45 წუთი არის აი როგორი პათოლოგია ხო მე ამას გეუბნები უწყვეტი ციკლი რაც არის რა აი ზუსტად გათვლილი შესვენებები და ასე შესვენებები არა რომ შესვენებების შორის მე ვსკროლავ და რაღაცა მაგას არ მომბობ ხო არა 5 წუთია დავისვენო 5 წუთი არა ბევრია 1 წუთი ხო 1 წუთი ან 30 აი ხა მაგალითად თუ ძალისმიერს ვარჯიშობთ ხო იქ 4 წუთამდეც მიდის დასვენება მაგრამ ეს მიდის პირველ ორ ვარჯიშზე სადაც მე ძალისმიერს ვაკეთებ ის ძალისმიერებიც მე გადადიან კლასიკურ მეთოდზე ასე ვთქვათ სადაც უკვე დასვენებები იკლებს და წონები იკლებს შესაბამისად იმიტომ რომ ჩვენ დასვენებებს ასე ვთქვათ წონებს ვაბავთ ხოლმე რაც უფრო მეტი წონით მუშაობ
მით უფრო მეტი დასვენება მჭირდება. დასვენებამ შეიძლება იმერყეოს 30 წამიდან 4 წუთამდე, მაგრამ 4 წუთი ეს იმ შემთხვევაში თუ one rep maximum მუშაობ, მე ანუ ჩემს მაქსიმუმს ვწევ იმ რაღაცა ვარჯიშის. და აი დავუშვათ მაქსიმუმთან მუშაობ უფრო, ანუ close to failure როგორ არის. აი fail-თან ახლოს თუ ვამუშავებ, მე რომელიღაცა ვარჯიშს, მან ძალიან დიდი აღდგენა მჭირდება. როცა უკვე აღარ შემილია, მაგ მომენტამდე როცა ვამუშავე, კონკრეტულ მოძრაობას ვაკეთებ აღარ შემიძლიამდე, მე რა თქმა უნდა დასვენება მეტი მჭირდება, რომ მომდევნო მისვლაზე, ხო, რაღაცა კუნთი იყოს რაღაც დონეზე აღდგენილი, რომ მე კიდევ იგივე რაოდენობას დავარტყა. ხო, და რაც შეეხება უკვე მაღალი ინტენსივობის ინტერვალურ ვარჯიშებს, ხო, მან მე წონას ჩემი შესაძლებლობების 50%-ამდე დავაგდებ, 50-60% და შესაბამისად შესვენებები მაქვს 30 წამი, 1 წუთი, წუთნახევარი მაქსიმუმი. და აი ესე ვამუშავებ. შესაბამისად, აი ესეთ განრიგში და ესეთ გადანაწილებაში თუ ავიღებთ იმას, რომ მე ძირითადი ვარჯიშებს მე 6 ვარჯიშზე მეც არ ვაკეთებ და არ ვაკეთებინებ ხოლმე. 30 წუთი, 35 წუთი არის ყველამდე საკმარისი და ამის გარშემო უკვე აკეთებ შეფადარა გახურებას, გაწელვას, დინამიურ გაწელვას და ასე შემდეგ. ანუ იდეაში რო შევაჯამოთ მაქსიმუმ 1 საათი თავისი გაწელვებით და ყველაფრით. ანუ ისედაც აი რო ავიღოთ პერსონალური მწვრთნელები, რამდენსა 1 საათში ატარებენ ყველაფერს. ხო. მე დავწიქ შეთაკარ გადმოსული. ხო, 1 საათში ატარებენ ყველაფერს რა. ხა, ამიტომ ესე ოპტიმალური დრო, ხა თუ მაგალითად მაქვს ესეთი პროგრამებიც მაქვს მაგალითად, თუ დრო არ გვაქვს ან შვებულებაში ვართ ან რაღაცა, უცებ 20 წუთიანი სეტი შეგვიძლია შევადგინოთ ისეთი ღვარცოფი და ეფექტური. იმიტომ რომ როგორ რაღაც ახასიათებს, ყველა ვარჯიშს რაღაცა თავისი დადებითი ბენეფიტი აქვს. მაგალითად ესეთ მოკლე და ძალიან ინტენსიურ სეტებს ახასიათებს ესეთ რაღაცა, რომ შენი ჟანგბადის მარაგები სრულად იხარჯება შენ სხეულში. და როდესაც შენი ჟანგბადის მარაგები არის ბოლომდე გახარჯული, იმ ვარჯიშის შემდეგ 48+ საათი შენი სხეული იმაზე მეტ ენერგიას ხარჯავს, რომ ეს მარაგები შეივსოს, ვიდრე ჩვეულებრივი მონოტონური ვარჯიშის დროს. ამიტომ ნათქვამია, რომ ესეთი ინტენსიური ვარჯიშების შემდეგ ჩვენი სხეული ორჯერ მეტ არა, მაგრამ გაცილებით მეტ კალორიას წვავს მომდევნო 2 დღე, ვიდრე რო გვეკაჩავა რაღაც ხანგრძლივად მონოტონურად ან მონოტონური კარდიო გამეკეთებინა მე საათი-საათნახევრის განმავლობაში. ეს ჰიტ ვარჯიშებს რო ეძახიან ეგ არის, ხო? აი ესეთი მოკლე და ინტენსიური ვარჯიშები. ანუ აი ყველა ვარჯიშს აქვს თავისი ბენეფიტი. აი ვერაფერს ვერ გამოყოფ ესე რა. აი ყველაფერი არის უბრალოდ დასული იქამდე, რომ აი ამ მომენტში, ამ წამს შენი მიზანი რა არის და რა გაწყობს. ახლა შვებულებაში რო ხარ და სასტუმროში რო ხარ, მაგრამ თან ისიც არ გინდა რომ რაღაცა ეკამდე აშენებული რაღაცა დაკარგო, უცებ პატარა 20 წუთიან სეტს რაღაცა ისიც გააკეთო. კარგი ეს გაუფლიანებულის გამოყოლისაც ჩვენ ფიდბექ საერთოდ ჩვენ ადამიანებს გვიყვარს ისეთი რაღაცის გაკეთება, რაც ფიდბექს გვაძლევს რა. აი ვარჯიშის მერე უყვართ ხოლმე ტკივილი. არ არის აუცილებელი ვარჯიშის მერე ყოველი ვარჯიშის მერე ტკივილი. პირიქით ეს ყოველი ვარჯიშის მერე რო გტკიოდეს, არავინ არ ივარჯიშებდა. მაგრამ აი შვებულების მერე რო გამოდიხარ და ეს ტკივილი, აი გსიამოვნებს და გონიათ რომ მაგრად ივარჯიშეს, იმიტომ რომ ტკივათ. გონიათ რომ ძალიან მაგრად გახდებიან, იმიტომ რომ ოფლიანდებიან. გვიყვარს ესეთი რაღაცები, რაც ფიდბექს გვაძლევს. ნუ მივიცეთ თუ გვიყვარს მივიცეთ რაღაცა პერიოდულად. კი ბატონო, კიდევ მამასთან დაკავშირებით რა მინდა და მეკითხა იცი, ნუ პრინციპში ეგ ვისაუბრეთ. ეხლა გადავიდეთ კუნთის და ტვინის კავშირზე ერთმანეთს. ხო, საყვარელი თემაა. აი ძალიან ბევრი მოვისმინე და გავაკეთე. სხვათა შორის მე როდესაც იოგას რო ვაკეთებ, იდეაში მთელი პროცესი ეგ არის. იოგის რა, რომ ტვინი და სხეული ერთმანეთთან შეკავშირებულია. თუმცა აი რაღაცა ისეთ არ ვიცი ვარჯიშებსაც რაღაცა ხან პრეს, ხან ჩაჯდომებს რაღაცებსაც რო ვაკეთებ, იქაც ვთქვი რომ ვიფიქრო იმაზე, ხო? რა, ეხლა შენ ამიხსენი, რატომ არის ეს ყველაფერი უფრო შედეგიანიც ესე ამბობენ, ხო? და შენი გამოცდილებები ესე იგი, ძალიან დიდი მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ სულ მაგას ვეუბნები ხოლმე, მით უმეტეს განსაკუთრებით ახალი მასწავლებლები რომ ყავს ხოლმე დარბაზში, აი ხანდახან მგონია ხოლმე რომ მათმა ფსიქიკამ და სხეულმა რაღაცა დივორსი გაიყარნენ ერთმანეთს და არ ხდება კონექშენი, საერთოდ არ არის დაკავშირებული. ერთი რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის სხეულის ფლობისთვის. რომ
როდესაც ვარჯიშობ, იმ კუნთთან ვიყო და იმაზე ვიფიქრო, რასაც დავუშვათ მე ვავარჯიშებ. ეს მომავალში მე მადგება სხეული რომ კარგად ფლო, ასე ვთქვათ. და აი რაში გამოიხატება ეს? მე რო შენიშვნას ვაძლევ, მაგალითად, ახალმოსულს ვეუბნები რომ მუხლები განძე. ადგება და ტერფებს გაწევს განძე. აი მუხლი და ტერფი ხო ერთი სახსრის სხვაობა არის. მუხლის სხვა არის, ის კოჭი სხვა არის. ანუ იმდენად სხეულის ფლობა გვეკარგება იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ სხეულს საერთოდ ყურადღებას არ ვაქცევთ. აი ესეთ ელემენტარულ შენიშვნებზე, ელემენტარულ პატარ-პატარ აი ჩანართებზე თუ ტრენერი ყავს, ან თუ რაღაცა ინფორმაცია მიიღე და შენზე გინდა გადმოიტანო, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კონექშენი, კავშირი ხო ბოდიში. კავშირი რომ მე დაგვეხმარო სხეულის ფლობაში. ეს ერთი. მეორე, როდესაც ვარჯიშის დროს ზუსტად აი მთლიანი კონცენტრაციით ვარჯიშობ, ხო? იქ არსებულ ყველა ბოჭკოს რეკრუიტმენტს უკეთებთ და ჩართულობას ვაკეთებთ ჩვენი ვარჯიშის დროს. მეტიც მე ძალიან ხშირად როცა წონებით ვარჯიშობ, მუსიკას არ ვუსმენ. იმიტომ რომ კონცენტრაცია მეკარგება. და გადავდივარ ბიტების რიტმზე და იმ მუსიკას რასაც უსმენ და იმ რიტმზე გადავდივარ, ვიდრე ეს ამ ვარჯიშს სჭირდება. იმიტომ რომ ისეთი კომპლექსური ვარჯიშები როგორც არის დედლიფტი, სკვოტი, ჰიპ თრასტი, ეხლა დედლიფტი დღემდე ჩემთვის არის, აი ხო რამდენი ხანია ვარჯიშობ, ხო? დღემდე ყოველ ვარჯიშზე ახალ რაღაცას აღმოვაჩენ, რაღაც სხვანაირად დავდგები, იმიტომ რომ აი ჩვეულებრივი მედიტაცია არის. იმდენი რაღაც უნდა გააკონტროლო დედლიფტის და სკვოტის დროს, რომ შენ მუსიკის დროს წესით, ვინც არ ვიცის ხო, ჩაჟდომების და ჩაჟდომა და აი ქვემოდან რო დამოწიო, მკვდარი წონა არის ეს დედლიფტი. ჩაჟდომა როცა ღერძით ქვემოთ ჩავდივარ და დედლიფტი არის როცა ქვემოდან უნდა ავწიოთ მკვდარი წონა. აგას რო ეძახიან, ასე ვთქვათ, წაგით უფრო იცნობენ. და აი მაგ დროს ხო მართლა იმდენი რამე არის გასაკონტროლებული, ხა რომ ჩამოვთვალო, მარტო მაგაზე ფიქრში მიდის იმ ჩვეულებრივი მედიტაცია არის, მართლა მაგას ვიძახი და მაგიტო ვიძახავ, რომ იდეაში როდესაც mindful და ესეთი დაკავშირებითი ვარჯიში მიდის, მედიტაცია აღარ გჭირდება იმდენად შენ იქ ფაილი გააგზავნე თუ არა მაგის ფიქრის დრო არ გაქვს, ხო? მედიტაცია ხო რა არის რაღაცა, შენი ფიქრის ერთ კონკრეტულ რაღაცაზე დავუშვათ ან სუნთქვაზე ან რაღაცაზე გადატანა, რომ ტვინი დაასვენო სხვა გარეშე ჩართვებისგან. ხო? იგივე არის, როდესაც მე ვარჯიშობ და იქ მუსიკას არ ავყვები და მუსიკას რო ავყვები, მე იქ ვიღაცას დავინახავ, რომ გავიდა და აი რაღაც აი გარემოზე ვარჯიშობ და არა ჩემ თავზე და ჩემს იმ კუნძზე. მოკლედ ძალიან ის არის რა, ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი. მე სხვათა შორის ერთხელ გავაკეთე ძალიან საინტერესო. ხო, ეს მოგვიყვა. ეს მიკროფონი მოშალებული უთხე. შეგიძლია მიწიო წინ, რა აღარ იმას. ეხა ფეხი მომიხდა. ჩემს ერთ-ერთ ჯგუფს აუხვიე თვალებზე და ისე ვავარჯიშე იგივე სეტი, რაც ვავარჯიშე წინა ჯგუფს. ესე იგი საკმაოდ ინტენსიური სეტი გავწერე და დავუშვათ 9 საათიან ჯგუფი ჩვეულებრივად ვავარჯიშე და 10 საათიან ჯგუფს სპეციალურად ხომ რომ მეთქი შემდეგში გვექნება რაც აუხვიე თვალებზე და ისე ვავარჯიშე. საოცარი და სასწაული ის მომცა ფიდბექი მოგცა, განსხვავება მოგცა იმაში, რომ ისინი ვინც ჩვეულებრივად ვარჯიშობდნენ ეს თვალახვეული და სარკის წინ მოკვდნენ, აი გაწყდნენ ამ სეტზე და ვაიმე დედა რა ინტენსიური სეტი იყო და დედა რა სასწაული სეტი და თან მოწონთ ხოლმე ჩემებს ეს თვითგვემა. აი ესეთი იმით დატოვეს და მათ ვისაც თვალები აუხილე და ანუ ტვინში ეს თვალებით აღქმული ანუ არღლიდა twins საერთოდ ვერაფერი ვერ იგრძნეს ისე ივარჯიშეს და მეორე დღეს გრძნობის ამბავში ამათ უფრო ქონდათ ეს შეგრძნება აი ეს კუნთის ოდნავი ტკივილი იმ ჯგუფს საერთოდ არ ქონდა ნაკლები იმის რომელს ანუ ვინც ჩვეულებრივად ივარჯიშეთ თვალახოვლის გარეშე იმიტომ რომ მეთმა რა გამოდიოდა ხო რომ ისინი სარკეზე გადაქონდათ ყურადღება სხვა რაღაცაზე გადაქონდათ ყურადღება და შესაბამისად სხეულს ისე არ შეერგო და სამაგიეროდ იმ წამს იგრძნეს დაღლილობა და იმ წამით რაღაცნაირად ისიამოვნეს ხო თვითონაც აი ვარჯიშობთ რომ დაღალა იმ წამს ისიამოვნეს
ესენი არ დაღლილან საერთოდ. იმიტომ რომ მე ყოველთვის ვიძახი რომ ზოგადად ტვინი უფრო მეტად იღლება და უფრო სწრაფად იღლება ვიდრე კუნთი და სხეული. იმიტომ რომ ჩვენი ტვინი მუშაობს უფრო რაღაცა ჩვენს დაზოგვაზე და ჩვენს გადაგვარჩინოს. რომ გადაგვარჩინოს ხო რაღაცა არის ნერვიულო აი ვიდეო რაღაცა და ხა ეს შენ ღლის შემედი არ შეგიძლია გაჩერდი ანუ ტვინი გიღუნავს ტვინს ვარჯიშის დროს რომ გაჩერდე თორე კუნთს რომ მისცე ანუ ჩვენი გადარჩენის ინსტინქტი არის იმაზე მეტად ძლიერი და იმაზე ხანგრძლივი ვიდრე ჩვენ გონია საერთოდ და ამიტომ აი ამ თვალახვეულმა ჯგუფმა ხო დაღლა საერთოდ ვერ იგრძნეს იმიტომ რომ თვალით ვერ ხედავდა და შესაძლოა ტვინის ვერ აღიქვავდა რას ხედავდნენ და მარტო კუნთების ამარა იყვნენ და კუნთებზე დამოკიდებულნი როდესაც ვარჯიშობდნენ მეორე დღეს ამათ ჰქონდათ კუნთის ტკივილი და დაღლა 0 იმ დღეს და იმათ ჰქონდათ იმ დღის დაღლა მაგრამ 0 კუნთის ტკივილი ნაგერი პასუხით ძალიან მიხარია რომ ეს ექსპერიმენტი რაღაც ჩემს პრაქტიკაში ერთხელ მაინც გავაკეთე რა თქმა უნდა სხვაზე ერჩევა ესე ძალიან გამიჭირდება თუ დიდი ხნის განმავლობაში არ ვარჯიშობს იმიტომ რომ ჩვენ მე ესე ვაკეთებინებდი ანუ თვალს მოვხსნიდი ვაჩვენებდი ვარჯიშს თვალ გახელილი გავაკეთებინებდი ჯერ ამ ასე ვთქვათ ტრაექტორიას ამ ვარჯიშის და მე ვუყოდით ანუ ყოველი ვარჯიშის მერე ჯერ დარწმუნებული ვიყავი რომ გაიგო მოსწავლემ ეს ვარჯიში და შემდეგ უკვე ვუყოდით თვალზე და ანუ შესაბამისად მარტო გაკეთებას ამის და მაინც არ იქნება იცი რა არის აი ძალიან უნდა იყოს რა კარგი მოვარჯიშე დიდი ხნის მოვარჯიშე ხა ამას მე ახლებთან ვერ გავბედავდი ხო და ალბათ მარტო გაკეთებას იმიტომ რომ შეიძლება რაღაც დაიზიანოს მარტივად რო ვთქვა თავიდან იყო ის მომენტიც ცოტა კოორდინაციას დაკარგეს და აი ზუსტად ორსეთში აზე მოვიდნენ. ანუ ყველაფერი არის ადაპტაცია, რომელიც მოყოლაფერს აკონტროლებდა. ზოგადად სულ მაგას ვიძახი, რომ ჩვენი სხეული არის ადაპტაციის მანქანა, აი ყველაფერზე აკეთებს ადაპტაციას. და ეს ადაპტაციურ სტრესაც ეძახიან ხოლმე, როდესაც ვარჯიშის ცვლილება მიდის, იმიტომ რომ იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მთელი სხეული მომართული არის ადაპტაციაზე იმას რასაც ვარჯიშობთ ხო ძალიან მალე ვეხდება ამისი ადაპტაცია და ამიტომაც არის ხოლმე ძალიან მნიშვნელოვანი რომ პერიოდიზაცია მოხდეს ფიტნესში არის ესეთი ტერმინი პერიოდიზაცია განისაზღვრება 2 კვირიდან 4 კვირამდე ანუ რაღაც პერიოდულად უნდა შეიცვალოს ან ვარჯიშების პროგრამა ან ინტენსივობის დატვირთვა ან რაღაცა უნდა შეიცვალოს რომ პლატოზე არ გავიდეს სხეული და იყოს მუდმივ პროგრესში გასაგები. ხო. კი ბატონო. ეხლა მივედექით ერთ-ერთ თემას, რომელიც ასევე მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, კვების, ოღონდ კვებაზე ესე ჩვენ ეხლა დღეს ბევრს არ შეგვიძლია მომავალში ვისაუბროთ, მაგრამ ეს უჟველებელი თემა. ხო, ძალიან დიდია და მაგიტომ კი მგონია რომ ერთ-ერთი კი არა, მართლა ყოველდღიურობ ლაპარაკია, ხო. აი ეს ერთ-ერთი მთავარი კითხვა. ვარჯიშის წინ ჭამა და ვარჯიშის შემდეგ ჭამა. ანუ რამდენი ხნი და ადრე ვჭამ ვარჯიშამდე და ვარჯიშის მერე რამდენი ხნის შემდეგ ვჭამ და რას ვჭამ. მე მაგალითად იოგას რო ვაკეთებ, იოგა ნაჭამზე ეს კატასტროფა არის, აი აქ მოგივა ბოლო საჭმელი რო გააკეთო, იმიტომ იქ ცოტა სხვანაირად ვარ რა, მოკლედ თუმცა შეიძლება ძალიან მარტივად და მე დრო გაიყვანო და მე მიხვიდე, მაგრამ აი ახალ ნაჭამზე ზოგადად კარდიო დატვირთვას, ტანისწონით დატვირთვას სხეული უძლებს შიმშილზე, უბრალოდ მშიერზე ვარჯიშს. კარდიოს. კარდიო დატვირთვასაც უძლებს მშიერზე, როდესაც აკეთებენ კარდიოს უძლებს. უძლებს ხო ნაკლებად. აი კარგი რა არის, ხო. იცი რა არის? აი აქ არის მეორე ფაქტორი რა. აი სხვა რაღაცას მოუყვები მე და ჩვენ დასკვნა გამოვიტანოთ რა. შიმშილს რო დავიძახით, აი მშიერზე ვარჯიშს როცა საუბრობთ, ალბათ უფრო საუბრობთ უზმოზე, ხო? იმიტომ რომ ხა დღის განმავლობაში მთელი დღე მშიერი არ იქნება, რომ საღამოს მშიერი მიხვდა და ივარჯიშა. აქ საუბრობთ ჩვენ უზმოზე, ხო? უზმოზე გვაქვს ჩვენ ერთი მეორე სხვა ფაქტორი გასათვალისწინებელი, რომელიც არის სტრესის ჰორმონი, როდესაც ვიღვიძებთ. ანუ ადამიანის გამოფხიზლება სხეულისთვის ეს არის უკვე სტრესი. აი თუ დაკურებულ ხართ და დაუკვირდეთ დღის შემდეგ, როდესაც პირველი გაღვიძება ხდება ეს მაღვიძარა რო დარეკავს, აი ფაქტურად ჩვენი გულის ხმა გვაზანზარებს ხოლმე, ისეთი სწრაფი არის რტმა, იმიტომ რომ სხეულისთვის გამოფხიზლება არის ერთ-ერთი სტრესი. შესაბამისად კომიდან გამოდის. ხო. ხო, და შესაბამისად ჩვენი სტრესის ჰორმონი ეს კორტიზოლი არის ძალიან ავარდნას აკეთებს რა.
ეხლა კორტიზოლის დაწევა მე გავიღვიძეთ. მე რაღაცა ის რუტინა ცოტა ნელა ჩამოაწყნა რა. არაფერი არ ხდება ესეთი საგიჟეთი არ მოგზდოს არავინ. ანუ ცოტა დავწყნარდით იქ რა გაჩნია ვის რა რუტინა აქვს. დავჯექით ყავა დავლიეთ. ვინც ყავას არსვავს უზმოზე ძალიან კარგი არის. თუ არსვათ ყავას უზმოზე. იქ ოჯახს ჩავეხუტე რაღაცა. სხვადასხვა რაღაცეები არის რაც ნელ-ნელა ქვემოთ ჩამოწევს. საუზმე არის ერთ-ერთი ძირითადი მომენტი რაც ჩვენ კორტიზოლის ლეველს ჩამოწევს ქვემოთ. ეხლა ჩვენ ვიცით რომ ასევე ვარჯიში არის ერთგვარი სტრესი სხეულისთვის. ოღონდ კარგი სტრესი, იმიტომ რომ ვარჯიშის დროს 5 ისეთი ჰორმონი გამოიყოფა, რომელიც ტვინის სიჯანსაღეზე პირდაპირ ეფექტური არის. ზოგი ვარჯიშის დროს, ზოგი ვარჯიშის შემდეგ დღის განმავლობაში, იმიტომ რომ ვიყავით ფიზიკურად აქტიურები. თუმცა მოვლენა ზოგადად ვარჯიში აქტივობა აღიქმება როგორც სტრესი სხეულისთვის. უბრალოდ კარგი სტრესი არის. ხა ჩვენ რო ვიცით რომ ეს სტრესია და ამ ზოგადად მე სტრესის ჰორმონი მაღლა მაქვს და ამას მე უზმოზე უმატებ ხო? აი რაღაცა ნერვული სისტემისთვის მე მგონია რომ ცოტათი მშიერზე ვარჯიში უფრო მეტად აი ესე წეღარო თქვი გაუძლო და უძლებს არის ვიდრე სასიამოვნო. და რომ ბენეფიტური ესე ვთქვი, ხო? ბენეფიტური, იმიტომ რომ ორად იყოფა აბსოლუტურად აი ეს კვლევები და აზრი რომ განსაკუთრებით ხა ამას აკეთებენ ძირითადად წონის კლების შემთხვევაში. წონის კლების სექტანტები, დავარქმევთ, იმიტომ რომ ის სექტაა ჩვეულებრივ. წონის კლების ბრეული აკეთებს რომ უზმოზე კარდიო და უზმოზე ვარჯიში ძალიან კარგი არის წონის კლებისთვის. და არის კიდე მითიეთ რომ ცხიმს წვავს ესეც ამბობენ. ცხიმს წვავს. თუმცა საპირისპირო ამ მტკიცებს ზუსტად იგივე ნახევარი. ანუ ძალიან ორად იყოფა აზრი. უბრალოდ მე აი აქეთ შემთხვევაში კიდე აი ამას ვუმატებ ჩემ ნერვულ სისტემას. ხო, მე უფრო ლოგიკურად მივყვები რა. ანუ კვლევებით ერთი და იგივე ის რომ მე რო ნასაუზმები ვივარჯიშო და მე დღის განმავლობაში სწორი კალორიაჟი შევინარჩუნო, ზუსტად იგივენაირად დავწვავ ცხიმს, ვიდრე მე უზმოზე ვივარჯიშო და რაღაცა კალორიული სწორი დეფიციტი გავაკეთო და აბსოლუტურად ერთი და იგივენაირად დავწვავ ცხიმს. და ამ შემთხვევაში ხო კიდევ ვუმატებ ნერვული სისტემის ცვეთას, მომატებულ ცვეთას, რომელიც ჩემი ultimate მიზანი არის, ჩემი სუპრიორი მიზანი უნდა იყოს, რომ ჩემი ნერვული სისტემა მაქსიმალურად შევინარჩუნო, იმიტომ რომ ეს არის boss სისტემა ჩვენ სხეულში. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნერვული სისტემის ცვეთა გიჟები ვითქვებს გვასროლინებს. უბრალოდ ძალიან ბევრი პროცესი სწორად და კარგად წარიმართება ძალიან დიდი ხნის განმავლობაში, რომელიც მე ჩვენს ისევ ხარისხიან და კეთილ დღეურ ცხოვრებას უზრუნველყოფს, ხო? ამიტომ მე თუ აი ამითი კიდევ ნერვული სისტემის ცვეთა მივამატე, მგონია რომ რაღაცა ხო, აი ამაზე დავფიქრდეთ, თორე რაც შეეხება ესე მშიერზე ვარჯიშს, როგორც გითხარით, კარდიო დატვირთვა სხეული ჩვეულებრივად უძლებს უზმოზე, მაგრამ როგორც კი იქ ერთ პატარა 2-3 კილოიან განტელს აიღებს და წონებით ვარჯიშს ასრულებს, ეგრევე, იმიტომ რომ წონების დროს უფრო სხვანაირი სისტემა ირთვება სხეულში, ანუ ენერგიის გამოყოფის სხვა სისტემა ირთვება სხეულში და შესაბამისად ეგრევე იწყება თავბრუსხევის შეგრძნება, გულისრევის შეგრძნება, თავში გიჭერს და ანუ ეს სიმპტომები აქვს მშიერზე ვარჯიშს და გულის წასვლის შეგრძნება. რეალურად გული კი არ წავიდა, უბრალოდ გლუკოზის სწრაფი ვარდნა მოხდა სისხლში და მას სჭირდება სწრაფი ნახშირწყალი, რომ ეს გლუკოზა ისევ უბრალოდ სწრაფად გარდაქმნადი გლუკოზა ნახშირწყალი, რომელიც მოაჯაჯგუნებს სისხლში შაქრის ზონეს. გასაგებია, იმ დროს უსმენდი რაღაცა ამ თემაზე პოდკასტ და ერთი ქალი იყო, რომელიც სპეციფიკა ქალების ვარჯიშს აღებული, თვითონ ათლეტი იყო ადრე და ის ყვებოდა, რომ ქალისთვის განსაკუთრებულად არ შეიძლებაო მშიერზე ვარჯიშიო ამ კორტიზოლიდან ჰორმონებიდან გამომდინარე და მე თვითონო ისე ვარ, რომ 11 საათამდე ანუ ბიოლოგიურად არ მშივდებაო, ვერ ვჭამ ხმას, მაგრამ ადრე ვარჯიშობ და ესეთი რაღაცა მოვიფიქრეო, რომ წინა დღითო ვაკეთებო პროტეინის შეიქსო, ოღონდ აუცილებლად ვამატებო რაღაცა დამატკბობელს, არ ვიცი, შაქარს, რაღაცა დამატკბობელს ვაკეთებო. ყავასაც არ ვიღებო, ამიტომ უბრალოდ ესპრესო, ხო, ესპრესოს ვაკეთებო, რომელშიც ვურებო პროტეინსო, პლუს ვურებ დამატკბობელსო, რომ ან ნახშირწყალიც იყოსო, ისიც იყოს და ამას ვიღებო და ეს ცოტა კოფეინის იმასაც მიბალანსებსო და მე მივდივარ სავარჯიშოთო რა, ანუ რომ რაღაცა ეგრევე არ ვეტაკობ. ფიზიკურათო იქამდე არ მშივდებაო რა, ანუ
რაღაცა მექანიზმი აქვს მოკლედ მოძებნილი თვითონაც. ზოგადად აი ვარჯიშამდე კვებას. იცი რა მე ეგეთ დროს ყოველთვის ვეუბნები ხოლმე რომ ანუ შიმშილზე არ უნდა იყო დამოკიდებული ხა ადამიანი თუ ამდენი ხნის განმავლობაში ათლეტი იყო და თავისთავად ეს მუშაობს რა თქმა უნდა ეს არის მისი პროტოკოლი ასე ვთქვათ. საერთოდ მე ყოველთვის ვაწვევი იმას რომ რა მუშაობს შენზე. რას როგორ მოირგებ. ეხლა თუ სხვანაირად არ გიხერხდება და ამას შეაჩვია სხეული რომ შენ მშიერზე ავარჯიშო და არაფერი არ მოგდის ივარჯიშე კაცო. ვინო ხერი ვინ მომაძაღლი ოღონდ თავარია რომ ივარჯიშო და ფიზიკურად აქტიური იყო. უბრალოდ იცოდე რომ აი ესეთი ეფექტები აქვს რა. ანუ იქ ჩვენ ჰორმონალურად კორტიზოლი გვაქვს მაღალი, ესეც პატარა სტრესი, რაღაცა პატარა ნერვული სისტემის ამბავში ცოტა პატარა წვეთას უმატებთ, მაგრამ ნუ თუ ეს მუშაობს შენთვის აკეთე. და რაც შეეხება თუ არ მუშაობს და ჩვენ წონებს ვემუშავებით დილიდანვე და უბრალოდ დილის მერე ჩვენ ფაქტიურად ვარჯიშს ვეღარ აძოს, ვეღარ ჩავსვავთ და დილასაც ისე ნოყიერად ვერ ვიკვებებით, მე ყოველთვის ვეუბნები რომ დააბლენდერეთ საკუთარი საჭმელი და დალიეთ. ანუ საჭმელი კი არ ჭამოთ, დალიეთ. იმიტომ რომ დაბლენდერებული არის, ნახევარი საქმე უკვე გაკეთებული გვაქვს და შესაბამისად ათვისებაც და გადამუშავებაც ძალიან სწრაფად მიდის. ანუ მე თუ საჭმლის მერე უბრალოდ ვარჯიშამდე 1 საათი ადრე უნდა ვჭამო, რომ სხეულმა მთელი პროცესი მოასწროს და 1 საათი ადრე უნდა ვჭამო? 1 საათი საათნახევრით ადრე, ხო. საათნახევარზე მეტი არა. მე მაგალითად საათით ადრე თუ არ ვჭამე, მე აღარ მყავს ხოლმე ენერგია. საათნახევარი უკვე ჩემთვის ცოტათი ბევრი არის რა. ვის როგორი სისწრაფე აქვს გადამუშავების. და საათით ადრე მე თუ დავუშვათ მთელი პროცესი მჭირდება 1 საათის შემთხვევაში, მე თუ დავაბლენდერე დილას ჩემი შვრია, ბანანი, რაღაცა ნუშის რძე იქნება თუ ჩვეულებრივი რძე იქნება და ხაჭოც უქენი რაღაცა პროტეინი გამომდინარე ჩია მოვაყარე ან რაღაცა, დავაბლენდერებ, დავავლებ და იმას 20 წუთიდან ნახევარ საათამდე ჭირდება და მე ეგრევე შემიძლია ვივარჯიშო. ამიტომ როდესაც ესეთი შემთხვევა არის, ხო, ჩემს მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები რომ დააბლენდერეთ, იმიტომ რომ მე წონებთან ვავარჯიშებ ჩემს მოსწავლეებს და ძირითადად ჯგუფები თუ დილას ყავს და ისინი მე საღამოს ფიზიკურად ვეღარ ივარჯიშებენ. ამიტომ აი ამას ვურჩევ ხოლმე რომ დალიონ მათი საჭმელი ვიდრე ჭამონ. და ვარჯიშს რო ვამთავრებ რამდენ ხანში? ვარჯიშს რო ვამთავრებთ, აი ის საშინელი მითი, რომელსაც მე ძალიან ვებრძვი რომ 2 საათი არ უნდა ჭამონ, ეს არის ფაქტიურად დამღუპელი და დამანგრეველი ჩვენი კუნთოვანი მასისთვის. ანუ ის რაც ავაშენე მე ვარჯიშის განმავლობაში და რაზეც ვიზრუნე, ის დავამსხვრიე 2 საათი რო ველოდე ჭამის უბრალოდ არ ჭამას. იმიტომ რომ წონაში ეს არის აბსოლუტური მითი, იმიტომ რომ ვარჯიშის მერე იმდენად ჭირდება სხეულს სწრაფი ენერგიის აღდგენა და ენერგიის აღდგენა ხდება საწვავით, ხო? და საწვავი ჩვენი საწვავი არის ამ შემთხვევაში საჭმელი. პირველ 2 საათში უნდა მოხდეს საკვების მიღება. ანუ ჩვენ შეგვიძლია 15 წუთში მივიღოთ საკვები, 1 წუთში მივიღოთ 15 წუთში. არანაირად არ გასუქდები. ნუ გააჩნია რას მივიღებთ, ხო? არ გავსუქდებით, იმიტომ რომ ენერგია რო არ აღიდგინოს, მე ენერგიის გარდასაქმნელად ვიწყებ ჩემი ცილის breakdowns, ანუ რაც არის ჩემს სხეულში და ცილა სად არის? ყველაზე ძირითადი ცილა დაგროვებულია ჩვენს კუნთებში, ხო? ამიტომ კუნთის ასე ვთქვათ, ჭამას ჭყალებში რო ვთქვათ, რო არ მივიღოთ ჩვენი კუნთოვანი მასის ჭამა, ამიტომ პირველ 2 საათში უნდა მოხდეს კვების მიღება. ეხლა რას ვჭამთ? ეს უკვე დამოკიდებულია იმაზე, როდის ვარჯიშობთ, ხო? მე თუ ისე ვივარჯიშე, რომ დავუშვათ პირველი 2 საათის განმავლობაში მე მიწევს სადილი, ავდგები და სადილს შევჭამ. სადილზე რა თქმა უნდა ყოველ ვარიანტში არის დაბალანსებული ნახშირწყალი, ენერგიისთვის აუცილებლად, ცილა და ბოსტნეული. და ჯანსაღი ცხიმები. იდეალურ ვარიანტში. იდეალურ ვარიანტში, ხო. თუ დავუშვათ ისეთ დროს ვივარჯიშე, რომ სადილსა და საუზმეს შორის არის და არც სადილი მიწევს და არც არაფერი არ მიწევს, ავდგები და პატარა ხემს მივიღებ, რომელიც შეიცავს ისეთ სწრაფ ნახშირწყალს, ბანანი მაგალითად იდეალურია ენერგიის აღდგენისთვის. და დაველოდები მე ძირითად კვებას. ხო. ანუ მოკლედ ვარჯიშის მერე აუცილებელია 2 საათის განმავლობაში რაღაც მაინც აუცილებელია. კი, აუცილებელია და ეს იმის მიხედვის სად ვარჯიშობთ რა. თუ გვიან ვარჯიშობთ, მაშინ ვარჯიშამდე უნდა მივიღოთ კარგად. აი მაგალითად 9-ზე თუ ვარჯიშობ. ხო. აი მაშინ ვარჯიშობ მივიღებდი კარგად. და მე შემიძლია რომ გამოტოვო. კარგად, ხო, მე შემიძლია რომ გამოტოვო. კი, და იმიტომ რომ ძილიც არის ჩემი ერთ-ერთი აღდგენი. ხო, აი. ხო, ანუ აი გააჩნია მე რა მოდის რა, ანუ ენერგიის აღდგენი ნებისმიერი რამ ან დღის განმავლობაში არის საკვები
ღამის განმავლობაში არის ძილი. მაგრამ ვახშამზე მივიღებდი დავუშვათ კარგი ენერგიის წყაროს. ოღონდ გააჩნია ხა თუ ჩვენ წონის კლებაში ვართ, ნაკლებ ნახშირწყალს მივიღებდი, ცილას მივიღებდი. იმ ცილას ცხიმში მომამზადებდი. ანუ ეს რო ცხიმი არ უნდა უქნათ საკვებს და ცხიმში არ უნდა შევწვათ, ესეც მითი არის. მიიღეთ, შეწვით, არ არის პრობლემა, მთავარია ნორმალური დრო იყოს წვის დროს გამოყენებული. ხო და უკვე საღამოს ვარჯიშის მერე დავიძინებდი. ხო და ისე აი ხა ბოლოსგან გავდივართ. მივადგედეკით, მან ერთი პატარა ჩართვა მინდა რომ გავაკეთო, რომ იცი ვისაც ჩაძინება უჭირს ძალიან გვიან ვარჯიშსაც არ ვურჩევდი. თუ უჭირს ჩაძინება. იმიტომ რომ ვარჯიში პირიქით ენერგიას გვმატებს, ხო, ჩვენ და რაღაცა უფრო გვაცოცხლებს, გვაღვიძებს. შესაბამისად, ხარი ადამიანი, ვისაც არ დაუჭირს ჩაძინება და მისთვის ეს პრობლემას არნაირად არ წარმოადგენს, მაგრამ თუ ჩვენ გვიჭირს ჩაძინება და ანუ ბორგავთ, ასე ვთქვათ, ძილის დროს, მაგ შემთხვევაში გვიან ვარჯიში ფლად რეკომენდირებული არ არის. და ისე იდეალური დრო არსებობს ვარჯიშისთვის? იდეალური დრო არ არსებობს ვარჯიშისთვის, იდეალური დრო არის მაშინ, როცა შენ 100%-ით ხარ, ასე ვთქვათ, ხო, ვარჯიშისთვის მზად. ხო, არ არის ესე ინსტრუქცია ნამდვილად არ აქვს. ერთადერთი ინსტრუქცია აქვს ეგრო, აი ძილისკენ, როცა ბიოლოგიურად ზოგადად ჩვენი სხეული სარკადიულ ციკლს ვეძახით. მიბმული არის ბუნებასთან, სამყაროსთან, ხო? ხო, მზის ამოსვლა, მზის ჩასვლასთან. მზის ჩასვლის და დაბნელების დროს ბუნებრივად ჩვენი სხეული ბიოლოგიურად მიდის სიმშვიდისკენ და ჩაქრობისკენ, ასე. და მელატონინი გამოგვამუშავა. და უკვე სიბნელისკენ მე ნელ-ნელა გამოდის ღამის ჰორმონები, ასე ვთქვათ, ღამის ფერმენტები. სხვათა შორის გადამამუშავებელ სისტემასაც აქვს თავისი ღამის სამუშაო ჰორმონები და დღის სამუშაო ჰორმონები. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ძილამდე 4 საათით ადრე მაინც უნდა დავამთავროთ ჭამა, რომ ღამის ჰორმონებმა თავისი საქმე შეასრულონ. ჰორმონებმა არ მაპატიეთ, ჰორმონებმაც და ფერმენტებმაც, რომ იქ ეს კუჭნაწლავი დაასუფთავონ, გადაამუშავონ და ასე ვთქვათ. აღადგინონ ეს პატარა ბუსუსები აქვს ნაწლავებს, აი ეს რომელთაც ხდება ეს ათვისება, ვიტამინი, მინერალები და ეს ბუსუსების გასუფთავება ხდება. ეს წარმომიდგენია ხოლმე სხეული, როგორც ის ვოლი რო არის, თუ გავნანაყი ეს ფილმი. სხვათა შორის ხო თითქოს რაღაცა რობოტების სიყვარულზე ეს ფილმი, მაგრამ იმდენად აი ჩვენი რეალობაა როს და აი განგაში ფილმი არის, რომ ეს დაემართება კაცობრიობას თუ მარა იმას გულისხმობ. ხო, აი რაღაც ტიპები რო დაწოლილი აკეთება ყველაფერზე რო გადმოვარდება და რო ვერიგება, ხო. აი იმდენად კაცობრიობას ფუნქცია ეკარგება, ფაქტობრივად ადამიანობას ექმნება საფრთხე, აი ჩვენი აი ამ ყოველდღიური პასიურობით რა. და კაცობრიობას ასე ვთქვათ და აი იქ რო არის ხოლმე რაღაც ღამე რო გამოდიან რობოტები და ასუფთავებენ და რაღაც. აი ეს არის ჩვენი სხეული რა, ღამე თავისი ის აქვს რაღაც ჰორმონალური სისტემა და ეს ფერმენტები და ის რომელიც გამოდიან და ასუფთავებენ და ალაგებენ ჩვენ დღის განმავლობაში დამტვერელ და ნაგლეჯ და ნაჯაჯგურებს სხეულს, ნათრეს, ასე ვთქვა. რომ დღისთვის იყოს მერე მზად. აი ამიტომაც უნიშნულოვანესი არის ძილი, სწორ დროს დღეს დავიძინოთ და ხვალ გავიღვიძოთ. კი, სხვა შორის აი გრო მოვაწესრიგე, მაშინ მოწესრიგი და ჩემი ჯანმრთელობას და ყველაფერი. ქალისთვის განსაკუთრებით ქალები იმდენად სენსიტიურები ვართ ყველაფერზე, აი იმდენად თუნდაც აი ეს რო გადადიან ხოლმე აი კალორიულ შიმშილზე რო გადადიან წეღან. მე მგონი წეღან კარგად არ გავშალეთ იქ თემა, მაგრამ ორ სხვაში ხო. აი ეს ერთხელ ჭამაზე ან რაღაცა ისეთ აი ძალიან სენსიტიურები ვართ. აი როგორც კი ჩემ პრაქტიკაში ყოფილა, როგორც კი მოსწავლეს უთხოვია, რომ მოგეხოცები იქნებ ჩავიდე კიდე კალორიაზე, იმიტომ რომ რაღაცა ვერ ვიკლებ. ეგრევე ციკლზე ურტყავს. აი ეგრევე მომენტალურად. თან ზოგი მით უმეტეს აი ძალიან ჰიპერსენსიტიური არის ესეთი რაღაცებისთვის, აი ეგრევე პირველივე თვეს აძლევს ხოლმე ფიდბექს, რომ ან დააგვიანებს ციკლი, ან ჩაუვარდება, ან რაღაცა ნუ აბნორმალური რაღაც აბნორმალით როგორ ვთქვა. არანორმალური შეგვიძლია ვთქვა. არა ისეთი რაღაცა ემართება, რაც მის ყოველდღიურობა იყო, ან ყოველთვიურობა იყო, ხო? ასე რომ აი ქალები განსაკუთრებით ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სენსიტიურები ვიყოთ ყველაფერზე რა. ხო. ამ ერთხელ ჭამაზე ერთი მოსაზრებაც არსებობს ეგეთი, რომ ანუ აი ჩვენ თუ ვითვალისწინებთ იმას, რომ ბიოლოგიურად მოყვება ეს
ადრეც ჩვენი წინაპრები მაშინ ბევრი 1000 წლის წინ ყოველ დღე და დღეში სამჯერ შეიძლება ვერ ჭამდნენ და ჭამდნენ დღეში ერთხელ შეიძლება ორი დღე ვერ ჭამდნენ. ხო, ანუ ხოდა არის მე რევოლუცია ბევრი პროპაგანდა არსებობს საერთოდ მით უმეტეს სოციალებში და ბევრი პროპაგანდა სხვა რაღაცებს ლაპარაკობს. იცი რა არის აი ერთხელ ჭამაზე ხო ვიცახით რომ ის ერთი ჭამა უნდა იყოს ძალიან დაბალანსებული და რაღაცა და მაგ სხვა ძალიან კარგია. ძალიან დაბალანსებულს თუ გულისხმობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ იმაში ვერ მოვისაზრებთ, რომ ჩვენ იმ ერთ ჭამაზე მივიღებთ დღის განმავლობაში მისაღებ კალორიას. ანუ მე თუ დღის განმავლობაში მეკუთვნის 1700 კალორია, ხო? მე ვამბობ დეფიციტს თორე ისე, დავშ 2000 კალორია მეკუთვნის ჩემს წონის შენარჩუნების შემთხვევაში. ერთ კვებაზე 2000 კალორიას ფიზიკურად ვერ მიიღებ ჯანსაღად. აი ძალიან ბევრი უნდა ჭამო მაშინ. რა თქმა უნდა, როდესაც ერთ კვებაზე ვსაუბრობთ, მაშინ ყველა ვარიანტში ვსაუბრობთ იმაზე გაცილებით ნაკლებ კალორიაზე, რომ ჩვენთან სუბუქად ვიგრძნოთ თავი, ვიდრე მე დღის განმავლობაში მეკუთვნის. ეხლა ეს დღი რო გავაგრძელო მე ეს პერიოდი, გამოდის რამდენ ვიტამინ და მინერალს ვაკლებთ ჩემს სხეულს. ანუ მე ამას ცხოვრების წესად ვერ ვაქცევ. გასაგებია. იმიტომ რომ მე დღის განმავლობაში ფაქტიურად ის რაც უნდა მიმიიღოს 3 კვებაზე ან 2 კვებაზე ოკეი ჯანდაბასი. ხო? იმას ერთ კვებაში ვერ ჩავატებ ფიზიკურად. ხო, აი ერთ კვებაზე 2000 კალორია ჯანსაღი საჭმელი რო დაგიდო, შეიძლება გაგიჟდე იმდენი იყოს. ზუსტად. აი ძალიან თუ ძალიან ჭხიმში არ ჩავაჭიბჭიბე და ნაღები არ უკენი, მაგრამ ისიც ძალიან მსუღე იქნება, ხო? ასე რომ აი მაგ დროს მაგას ვფიქრობ ხომ ახლა პრაქტიკაში რო წარმომიდგენია და რო გადავაპრაქტიკებ, ხო? გამოდის რომ ყველა ვარიანტში კალორია უნდა დავაკლო. კი, წონის კლებისთვის შეიძლება ძალიან კარგი იყოს, გასხივო ოსნებისთვისაც ძალიან კარგი იყოს, მაგრამ ამას ცხოვრების წესად ვერ აქცევ, იმიტომ რომ ძალიან ბევრ ენერგია აღარ გეყოფა. ხო, აღარ გეყოფა ფიზიკურად ენერგია რა. ეგრეა. ნუ აი რაღაცა ისე ხანიცადე შენ. 1-2 თვე თუ 3 თვე ვაკეთებდი, რამე დიდი ხანი ვაკეთებდი. მე ის ჭამასთან ესეთი ალმოცერა დამოკიდებულა, მამაკ ზოგადად ანუ აი როგორც შენ თუ გიყვარს ჭამა, მე ნაკლებად მიყვარს ჭამა და აი familia არ გამახსენდეს მაგალითად. აი ეს რაღაცა. დრაივი მოგწაშლი ხო იცი მაგის. ხო, რაღაც მგონია რომ გენეტიკურად მისდევს თუ რაღაც ეგეთი სახშიც მამას ესე დედაც. მაგრამ მე რასაც დავაკვირდი, ან მე შიმშილიც გამიკეთებია რაღაც 3 დღეიანი შიმშილი გამიკეთებია მაგალითად და მაგალითად ჩემი ენერგია იყო, აი ხო რა ეს ხენი გაკ ჩემი ენერგია იყო ესეთი და მესამე დღეს იმდენი ენერგია მქონდა, სადაც წამეღო არ ვიცოდი და ისედაც ენერგიული ადამიანი არ მაკლია, მაგრამ იქ რაღაცა სხვანაირი სუფთა ენერგია მქონდა. რა მესამე დღეს თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ თვეში 3ჯერ ვაკეთებ ამას რა აი წელიწადში ერთხელ შეიძლება ეს გავუკეთო ისევ იმიტომ რომ ავტოფაგია მაინტერესებს მინდა რომ ჩავრთო აი ამ მიზნებისთვის შეიძლება გავაკეთო თუმცა ეს თორე ავტოფაგიას ჩვენი სხეული ისედაც აკეთებს უბრალოდ ამიტომ უბრალოდ ხო ჩემი წონის ადამიანისთვის რეკომენდებული ისედაც არ არის რომ რამე საერთოდ შიმშილი გავაკეთო ან რაღაცა მსგავსი მაგრამ მე გამოვერჩევი საკუთარ თავთან ექსპერიმენტი ხო ამიტომ ანუ ეს რჩება არ არის რა ეს შენ თუ ძალიან კარგი რაღაც და მეც გავიმეორებ შენ სიტყვებს რომ ეს ხეული იმდენად გენიალურია რომ ყველა სიგნალს თვითონ გადავს თუ ხვდები რომ მაგალითად დღეში 3ჯერ იმ დღეს არ მინდა ჭამა ნუ აი არ შემიძლია სავსევა რა ვერ ვჭამ მე მგონია რომ არ უნდა ჭამო იმიტომ რომ დაწერილია რომ 3 დღე უნდა ჭამო ხო არ უნდა ჭამო იცი რა არის შენ ამავდროულად უნდა უყურო შენს იმუნიტეტს ხო იმუნიტეტი იმაში ხო გამოიხატება რომ დავშოთ როგორ ხშირად გვემართება ვირუსები როგორ მარტივად გამოვდივართ ამ ვირუსებიდან ახლა აი ჩემი ასაკის გოგონა და ჩემს გარშემო ან თუნდაც ჩემზე პატარა 25 წლის გოგოს გარო მესმის რომ ერთი კვირა ლესა ლოგინი ეს პატარა ვირუსი რა თქმა უნდა ხა ადამიანების შედარება არანაირად არ შეიძლება იმიტომ რომ იმას სხვა გენეტიკური ფონი აქვს მე სხვა გენეტიკური ფონი მაქვს მე იმას სხვა ენერგია აქვს მე სხვა ცხოვრების წესი მაქვს მაგრამ როცა შენი სხეული მუდმივად ესეთ trouble-ში როგორ არის ესეთ შარებში ეხვევა ხო რომ აი რაღაცა დაგემართა ძლივს გამოხვედი მე იქ რაღაცა დაგემართა ანტიბიოტიკები დაგჭირდა მე ის
ესე რომ ხშირად რაღაცა გემართება, ესე იგი უნდა დაფიქრდე, რომ იმ რაღაცა იმ შიმშილებს, იმ რაღაცა 18 საათიან გატრენდებულ დიეტებს და ეგ რაღაცა სასწავლო არაჟნის და საზამთროს ექსპერიმენტებს რაღაცა შენთვის არასწორი მოაქვს, ხო? ეს ერთი. მეორე კიდევ ეს არ ვიცი, ალბათ შემდეგი პოდკასტი იქნება კიდევ და აი არის კიდევ რაღაც დამატებითი რაღაცები. აი ოზემპიკი არის მაგალითად რაღაცა პიკში. ჩვენა ვილაპარაკოთ მაგაზე, აი უცბად შევეხოთ, ხო? იმიტომ რომ აი ეხლა ზუსტად განსაკუთრებით ბოლოსკენ იყო ერთ-ერთი ამერიკელი მომღერალი გოგონა, რომელმაც პოდკასტს და სულ ლაივებს წერს ამ ბოლო დროს. აი ესე ექიმის გარეშე იღებდა 1 წლის განმავლობაში ოზემპიკს და დაეწყო ეგრევე ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზი არის ნაადრევი, საერთოდ ზოგადად ოსტეოპოროზი ქალებს ისედაც დგევართ რისკის წინაშე, იმიტომ რომ როგორც კი ციკლი მენოპაუზა ezis ფაზაში შევდივართ, ესტროგენი გვივარდება და შესაბამისად იწყება ძვლის გამოფიტვა. და ოსტეოპოროზი როგორც წესი მენოპაუზამდე არ უნდა მოხდეს. ჩვენ ხო ისედაც თქვით, რომ ძლოვანი სისტემა უკვე decline-ს იწყებს და უსვლას იწყებს 30 წლის მერე, იმიტომ რომ 30 წლამდე პიკშია და მერე იწყებს უკუჩვენებას. და ჩვენ თუ ეს პროცესი და უკვე მენოპაუზის დროს რისკის ქვეშ არის, რომ საერთოდ გამოფიტვა არ დაიწყოს, ხო? ჩვენ ხო ხშირად გაგვიგია, ბებია მენჯი მოიდეხა. ბებია წაიქცა მოიდეხა, იმიტომ რომ ბძულები არ იყო გამოფიტული. მარტივად მტრევადი. ეს არის რა. ხო. იგი ის იყო მახსენდება ხოლმე ინგლისური და მარტივად მსხრევადია, აი რაღაცნაირად შვეიცარიული ყველი რო წარმოვიდგინოთ, ხო? ჩვენი ძლოვანი სისტემა არის რაღაც ესეთი გამოღრუტნული ყველივით, ასე ვთქვათ. და ეს რო არ მოხდეს და ჩვენ ისეთ რაღაცა მივიღოთ, რომ ეს პროცესი დავასწრაფოთ, ხო? აი რამდენად აი როგორ შეიძლება კილოგრამები იყოს ესეთი მნიშვნელოვანი, ვიდრე ესეთი ჯანმრთელობა. აი, მგონია რომ რაღაცნაირად ეხლა მე ცოტა ძალიან უხეშად გამომწყვე, იმიტომ რომ ესეთ რაღაცებთან ვარ ძალიან უხეში და მკაცრი. რაღაცნაირად ემპათიის მომენტი არ გაქვს. მაქვს, მაგრამ შევდივარ მდგომარეობაში, მაგრამ ვერ პოულობ ჩემს ადგილას, მე უკვე გამოვდივარ ხოლმე, იმიტომ რომ ეხლა არის უამრავი ინფორმაცია რა, დევს ძალიან დიდი ინფორმაცია, როგორ შეიძლება გამოხვიდე იმ ჭარბწონიანობიდან. ზუსტად მესმის რაც არის, იმიტომ რომ მეც ყოფილი ვარ მაგ მდგომარეობაში, განსაკუთრებით ეხლა, როდესაც ჩემი ორსულობები ხო მე არ ვარ იმ გენეტიკის მქონე რომ პატარა კურკები ვით რო გთხოვე მუცელი და გააჩენენ და გამოდიან იგივე წონა მეც ძალის ხმა მომჭირდება რომ მივახციო იგივე წონას იგივე სხეულის მდგომარეობას დავუშვათ რაც ვიყავი ორსულობამდე და ზოგადად ბავშვამდე ამიტომ მეც მესმის ეგ როგორ სასტიკად გვირწყავს ქალებს მენტალურ მდგომარეობაზე ჩვენი ვიზუალური ვიზუალი ზოგადად მაგრამ ვიზუალი არ უნდა იყოს რაღაცნაირად ჭკვიანურად უნდა დაიგეგმოს ეს ყველაფერი რა იმიტომ რომ მე თუ ამ ყველაფერს ჩემთვის და ჩემი შვილებისთვის ვაკეთებ და ანუ მინდა რომ კარგად გამოვიყურებოდე ხო მე ხომ მინდა რომ ასევე ჩემი სხეული დიდხანს და კარგად მემსახუროს ხო ეს ოზემპიკთან ეს ოზემპიკი როგორ რაღაცა იცი ერთხელ როსვა ამს ვერ შეწყვეტ სულ უნდა მიიღო რომ კონდეს ეფექტი სულ უნდა მიიღო ეს როგორ რაღაცა იცი განარამეს შვება უბრალოდ ჭამა აღარ გინდა და ანუ განსაკუთრებით მოზარდების შემთხვევაში ეს იმდენად საშიშია რომ არ წავიდეს იქ რაღაც ანორექსიაში სხეული არ გადავიდეს ანორექსიაში და აი ესეთი რაღაცა ნაადრევად არ დავიმართოთ ის რაც ისედაც გველოდება ჩვენ 40 წლის მერე და ნაადრევად 30-ებში და 20-ებში დავიმართოთ ну აი ეს ხო ის არის გეთანხმები ხო და თან ბევრი ინფორმაცია ანუ აი ჯანმრთელობის ფასად არ უნდა კეთებოდეს არ ხარ მეც მიქნია ეგეთი რაღაცები ვაღიარებ არ ვარ გამონაკლისი რომ აი იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობთ ამ სოციალური მედიის ეპოქაში ხა ვერ წაუხვალ და როცა რაღაცები შენ თავთან გარკვეული არ გაქვს და არ გაქვს შენი სტანდარტები ღირებულებები ცხოვრებაში გარკვეული ექცევი რაღაცების გარშემო და იქ რო ხედავ რომ შენ რო აქ სიხარ და მაგალითად ზედმეტწონას ებრძვი და იქ რო ხედავ რომ ვიღაცამ რაღაცა გაიკეთა და აი და ბედნიერია და კარგადაც და ლაღია და ცხოვრება აიწყო. წყარებს გაჩვენებს. რასაც გაიეგა, კარგად აღნიშნე, რასაც გაჩვენებს, რომ არავინ არ საუბრობს იმაზე, იმ გვერდით მოვლენებზე, რაც აქვს, იმიტომ რომ აქვს ამ ოზემპიკის შემთხვევაში რო ავიღოთ, ხო, საშინელი ხასიათის ცვლილება ახასიათებს ამას, ანუ mood swings, რასაც ეძახიან, დეპრესიული მდგომარეობა ახასიათებს, ან ძალიან ისეთი რაღაცები ახასიათებს, რაც აი არ ვიცი რამდენად შეიძლება გიღირდეს და ნუ პირველ რიგში რაც არის რომ
ლევს როგორც ვიცი, ხო? ეხლა პირველი რაც არის, ხო? აი ოზემპიკზე რო ვისაუბროთ. ჩვენ როდესაც რაღაცას არ ვჭამთ, უბრალოდ საჭმელი არ გვინდება და მაგის ხარჯზე ხდება წონის კლება, 30% მიდის კუნთოვანი მასა. ანუ ცხიმთან ერთად, რა თქმა უნდა, მიდის კუნთოვანი მასა და რა თქმა უნდა ხდება კუნთის გალევა და ზუსტად მაგიტო წარმოიქმნება მე ეს ოსტეოპოროზი, იმიტომ რომ იმდენად გალეული არის კუნთი, რომ ვეღარ იჭერს ეს ძვალს და შესაბამისად ეს ძვლის სიმჭიდროვე და ეს კუნთოვანი სიმჭიდროვეც failდება ჩვეულებრივად. და ეს უნდა იყოს ჩვენი ძირითადი მისია და მიზანი, სულ მაგას ვეძახით. კუნთოვანი მასა უნდა ავაშენო და რაღაცა და მე ისეთი რეჟიმი თუ დავიცავი, რომელიც მე კუნთოვან მასას გამომაცლის და ეს ჩვეულებრივად დადგენილი ფაქტია, რომ სადღაც 30%-მდე მიყვება მას კუნთოვანი მასა წონის კლებასთან, ცხიმის კლებასთან ერთად, ხო? დასაფიქრებელი არის აუცილებლად, როგორც მინიმუმი არა. აი რაღაცნაირად გონია, რომ ხო, აი რაღაცა კაი კითხვა იქნება და აი როგორ უნდა შევაყვაროთ გოგონებს თავიანთი თავი და სხეული. ვარჯიში თვალსახად ძალიან ეხმარება, მაგრამ ვინც არ ვარჯიშობს, ხო, აი რაღაცნაირად ეხლა მე ვერ ვიტყვი რაღაცნა მე ბავშვობიდან ცოტა ეგოისტური მომენტი მქონდა ხოლმე. აი ჩემი თავი მიყვარდა. აი რაში გამოიხატებოდა ის, აი რაღაცა აი უსამართლობა ჩემს მიმართ ძალიან ვიბრძოდი, რაღაცა ჩემ რაღაცას ყოველთვის აი დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდი ოჯახში, ვამბობ, ეხლა ბავშვისად გავიბრძოლებოდი, ხო? ოჯახში ვიძახი, ვამბობ რა. და აი ამ ბრძოლებმა რაღაცნაირად ჩამომიყალიბა უფრო მეტი რაღაცა საკუთარი თავის იქიდან გამომდინარე რომ მე მიწევდა ძალიან ხშირად ბულინგმა სხვათა შორის ჩემზე ბულინგმა კარგად იმოქმედა და ბავშვობაში მე ყოველთვის ვიყავი ბულინგის მსხვერპლი ესეთი რა დიცხვირა ჭორფლიანი ეხლა კაი ცხვირი მაქვს და ბავშვობაში ვიყავი დიცხვირა ჭორფლთან ჩემ დროს იყო ბულინგის საგანი ხო და ნუ ოჯახსაც რაღაცნაირად გვიჭირდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ მე სულ მუდმივად მიწევდა ჩემი თავის დაცვა ბავშვობიდან გამომდინარე როგორც გარეთ ისევე სახლშიც, აი რაღაცნაირად ამან გამაძლიერა იმდენად არა, რამდენადაც ჩემი თავი შემაყვარა. ხო, ნუ აი შენ რაღაცას რომ მუდმივად იცავ, მე რაღაცა გიყვარდა. ალბათ ძლიერი ფსიქიკაც ქონდა ყველაფერი, რომ საკუთარ ეგრე გადმოგივანა. მეც რა მგონია, აი შენ რა თქვი როგორ უნდა შევაყვაროთ გოგოებს და ბიჭებსაც ალბათ მათ. ბიჭებს აუცილებლად კი არ ვუხმარ, მაგრამ გოგოებს ძალიან რაღაცნაირად მათ აისახება რა. მშობლებმა უნდა იმუშაონ ჩემი აზრით ბავშვობიდან, რომ რას ვამბობ იცი, რომ ის კი არა, რომ ყველაზე საუკეთესო ხარ არა. შენ როგორიც ხარ უნიკალური ხარ და ეგაა მაგარი როგორიც ხარ რა და ეს თავის სიყვარული აი თავისშივე უნდა ჩაიდოს მე სულ ვამბობ რომ ადამიანები ძახენ რომ აი შენც რო თქვი ხარ რომ ეგოისტური ის მქონდა არა ხო ეგოისტური იმათ რაღაცა წყალებში მაგრამ ყველაზე სწორია მაგას ვუმნები ხოლმე იმიტომ რომ გაეგოისტდით ხო აი ეხლა ვინც არიან ჩემი მოსწავლეები და დედები რაღაც აი გაეგოისტდით და თქვით რომ ეს დრო არის შენი და ეს დრო შენ თავს უნდა დაუთმო ყველა ვარიანტში ანუ ეს თუ შენ არ გამონახე ხო გარე რაღაც ბოდიში გაგაწყვეტინე მაგრამ ყოველთვის ჩაგეჭრებიან ხა შენ თუ შენი საზღვრები წმინდა და არ დაიცავი და შენ არ გაქვს არანაირი საზღვარი რა თქმა უნდა ყველა შემოვა შენ სივრცეში ყველა დაიცავს ეგ საზღვარია ზუსტად რომ აი ეს ჩემთვის ეს 1 საათი არის ჩემი სხეულისთვის გამოყოფილი 1 საათი და უეჭველი არის ჩემს თავზე ზრუნვის 1 საათი და ეს უნდა იყოს აი რაღაცნაირად აი მართლა უნდა გაეგოისტენ და უნდა დაიკიდონ ის შვილების თუ საჭირო მეც ორი შვილის დედა ვარ და არა ის ხო ეგ რაღაც არასწორად გვაქვს გაგებული რა რეალურად დედობა და ოჯახის ხალხობა ხო რაღაცა წინა იმაშიც ეპიზოდშიც ვამბობდით რომ ბავშვი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ ყველა ექსპერიმენტით დადასტურებული არის რომ მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი როცა დედა არის ბედნიერი რა თქმა უნდა აუცილებლად ანუ ჯერ დედამ უნდა მე მიყვარს ეს რაღაც ფრაზა არის რომ შენ ვიზრუნებ მე ჩემ საკუთარ თავზე რომ შენ იყო ბედნიერი ტოქსიკურია მე ტოქსი აი მე ხა არ მიწყეს ალბათ დედაჩემ იმიტომ რომ დედაჩემს არ ქონდა ისე ცხოვრება და დღემდე არ აქვს ისე რომ არ არის ასე ვთქვათ ლაღი საკუთარ თავი დაკავებული არ არის და ჩემს მაგალითად ეგ ალბათ არის ესეთი და ეს არის ტოქსიკური იმიტომ რომ დედა ჩემი ხანდახან ჩემთვის არის ჩემზე გადმოქილს ყობა და ჩემთვის ხდება ტოქსიკური მიუხედავად იმისა რომ მე მინდა რომ დედასთან ვიმეგობრო ვიყო ძალიან კარგად და რაღაცა იქიდან გამომდინარე რომ თვითონ ეს თავის თავზე არ დაუთმია დრო და შესაბამისად
და ამიტომაც ეხლა თაობა მაინც რომ გავითვალისწინოთ ეს რომ არ ვიყოთ ჩვენი შვილებისთვის ტოქსიკურები, ხო? და არ ვიყოთ ჩვენი ანუ ვისთვისაც ესე ძალიან ვიბრძვით და ვალობთ, მათთვის არ ვიყოთ ისეთი რომ რაღაცა თავი გაგვარიდონ ან რაღაცნაირად მინიმალური ვიყოთ მათ ცხოვრებაში, იქიდან გამომდინარე რომ ისევ ჩვენ ვართ რაღაცნაირი ინტენსიურები. ხო, არა, საკუთარ თავზე ზრუნვა ეგ არის იმისი წინაპირობა, რომ შენ გარშემო შენი ადამიანებიც არიან კარგად. აი ყოველთვის ეგრე არის, იყო, მაგრამ ეხა ხდება კარგად ამ ყველაფრის გაზრდა, კარგად მიდის მეგზაობა და ვარჯიშის რა ფორმითაც არ უნდა იყოს. ხო, არის ერთ-ერთი შემავალი კომპონენტი საკუთარ თავზე ზრუნვა. ყველაფერი რაც დაუშვათ სისხლს აჩქარებს, ეს არის ეს სულ ადრესე სენსეი მითხრა, მედიტაცია არისო, ეს რაღაცაა, რომ ძმარი რო წარმოიდგინოთ რა და რო აანჯღრევ, ეს არის შენი ფიქრები და როდესაც იწმინდება და უკვე ძმარი გამჭვირვალე ხდება, აი ეს არის მედიტაციის შემდეგ შენი ტვინი ესე გამოიყურება. მე ასევე ვიტყოდი რომ სისხლის აჩქარების შემდეგაც ზუსტად იგივენაირად არის შენი განწყობა. აი რაც არ უნდა გაბრაზებული იყო შეყვარებულზე, რაც არ უნდა აი კაცთკლა გინდოდეს იმ წამს ისეთი გაბოროტებული იყო. PM-ზე ხო გვაქვს ხოლმე გოგოებს ეგეთი რაღაცეები, რომ აი კიდევ ვიღაცა წელი გამოჭრა იმდენად ვერით. მაგრამ აი რო საკმარისია, აი რაღაცით სისხლი აჩქარო, აი წმინდავს რაღაც გონებას, დაბინდულ, დახშულ გონებას, რომელიც არის რაღაცა ბოღმით, იმით სავსე წმინდა და კაი ტიპები რა. ეხლა სულ ვეუბნები ხოლმე სპორტსმენი ცუდ ტიპი გინახია. ხო, რა კაი ტიპები არიან, იმიტომ რომ ძალიან ხშირად აჩქარებენ ისინი სისხლს. ხო, ნუ ალბათ ეგეც ინდივიდუალურია სპორტსმენების, მაგრამ ხო, და რაღაცა ადამიანობა უნდა იჯდეს შენში, მაგრამ ფიზიკური აქტივობა, ადამიანი რომელიც ფიზიკურად აქტიურია, მას არ აქვს ძალიან ბევრი ბოღმა. იმაში უშვებს. კი, უშვებს იმაში და ნუ აი არ არის ხვის ცხოვრებით დაკავებული რა, იმიტომ რომ ისევ და ისევ საკუთარ თავზე ზრუნავს. და საკუთარ თავით არის დაკავებული და საკუთარ თავთან მიზნებს ახავს, ახორციელებს და ასე შემდეგ მიყვება. შვენიერი, ეს ჩვენი რჩევები, უნდა მეკითხა და კარგად გამოგვივიდა. და სულ ბოლოს კითხვა უნდა დაგვიტოვა მეც და მაყურებელსაც ნებისმიერი ტიპის, გინდა ამ თემაზე, გინდა არ ამ თემაზე, რაზეც გაიხარეთ. აი მე სხვა შორის გუში მქონდა ამაზე საუბარი ჩემს სტორებში. ცოტა გრძელი რო დავსო ხო შეიძლება? ანუ ძალიან ხშირად ადამიანები იწყებენ რაღაცას, აი რაღაცა 1100% აჟიტირებით, ძალიან დიდი мотиваციით და უცებ რაღაც ერთ კვირაში იქიმდენად დიდი აჟიტირება და დიდი ძალისხმევა ჩადეს. რომ უცებ ერთ კვირაში მიხვდნენ რომ ამასთან ბრძოლის ნერვი და თავი არა აქვთ. აი მე მაინტერესებს ჩვენი მომდევნო სტუმარი, თქვენი მომდევნო სტუმარი და მაყურებელი, რამდენად ძლიერია თავის დასახულ მიზანთან და თავის გადაწყვეტილებასთან. იმიტომ რომ მიზანი ხარ ჩემი გადაწყვეტილება. მე გადავწყვიტე ეს და რამდენად ძლიერად და ჯიუტად გავიტან მე ამას. ამაზე რა დაფიქრდეთ? შვენიერი კითხვა, მეც ვიფიქრე. პრაქტიკულადაც ზაგვიხსნას, პრობლემას ალბათ დაფიქრების საშუალება, მაგრამ აი რა ქონია სიტუაციები და როგორ ძლიერად გაუტანია ის რაღაცა, რაც გადაუწყვეტია. შვენიერი კითხვა და მე მინდა რომ მაყურებელმა პირველ რიგში გაგუცეს ამაზე პასუხი, რა არ ეზარება ჩემს არაჩვეულებრივ მაყურებელს და ძალიან საინტერესოა აი მოყვნენ ეს როგორც მოხდა მათ ცხოვრებაში. ძალიან დიდი მადლობა. პირიქით, მადლობა. იყო. და ალბათ შევხვდებით კიდევ. ძალიან დიდი მადლობა პირიქით. მადლობა. კარგი.